წეგან მეუნებოდი და გამიკვირდა ბატონი ბიძინა რომ დავთანხმდაო რომ დრო გამონახა ჩვენთვისო და იმდენი მადლობა გვაქვს მოსახდელი ხა სწორედ მაგ და კიდე სხვა ბევრი მიზეზის გამო აგერ ბავშვობაში რო ვიცოდით ხოლმე ჯვარს რო იხატავდნენ არ დამავიწყდესო მაგრამ ჩემი ასაკი ხო იცი მე ის დამავიწყდა ის ჯვარი რა თვითონ თავში არა უშავს ეტაპობრივად გაიხსენე ხო და მოდ დავიწყოთ მადლობით თან შენს გიყვარს და მეც მიყვარს სამი სიტყვა განსაკუთრებით მადლობა ბოდიში და თუ შეიძლება იმედია საბოდიშოც საქმე არ გვექნება კი ბატონო დავიწყოთ მადლობით და პირველ რიგში აუცილებლად მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიას დუგლაძეების ღვინოს რომელიც გვერდში გვიდგას და გვანებიბრებს არაჩვეულებრივი სასმელებით არაჩვეულებრივი ღვინოთი და ზუსტად შეესაბამება ის არაჩვეულებრივი სლოგანი ამ კომპანიას ქართული ხასიათის მრავალფეროვნება ხო აი ხასიათს რო გამოგიკეთებს კი კარგი უფრო უკეთეს ხასიათზე რო დაგაყენებს ეფერტს მინდა მადლობა უთხრა რომელიც დაგვეხმარა როგორ წვალობდით ნეტა იცოდნენ დამონტაჟებაზე და ახლა ეფერტი რო გამოგვჭდა ჩვენ გვერდში აღარ წვალობთ ჩემო ბატონო გავაძლიერეთ ტექნიკა და აუცილებლად ჩვენს მასპინძელს სასტუმრო ვინდამ გრანდ თბილის სადაც დღეს ვიმყოფებით და ასეთი არაჩვეულებრივი გარემო დაგვახვედრა ლადო გუდიაშვილის 3 ნომერშია ეს გადასარევი სასტუმრო ხო და მოგესალმებით ბატონო კოლეგა მოიცა ალერგოლოგი რო არ ხარ ნამდვილად უცი და არც თეთრი ხალათი მინახავს შენზე და კოლეგა რატომ აყენ ჯერ ასაკზე დამცინი ხოლმე ეხლა ალერგოლოგი ესე წერია ვიკიპედიაში ალერგოლოგი იმუნოლოგი და ტელეწამყვანი მაპატია მეც დავიბედნენ ახლა გასაგებია გამარჯობა მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის პირიქით მართლა გულწრფელი მადლობა თქვენ და მოდი ეს ჩემი უცნაური ჯურის ამბით დავიწყოთ ბავშვობაში გიქნიათ ხოლმე ასე თქვა ეს რავი არ დავავიწყდე არასოდეს მე ძალიან ხშირად მიქნია და რაც შენ თქვი ასაკზე დამცინიო მაგრამ მე ახალგაზრდა ასაკშიც პატარა ასაკშიც ის დამვიწყებია ეს რატომ ეკეთა ხოლმე მოდი ბავშვობას მიუბრუნდეთ ჩემ ბლადო ასე ვიწყებთ ხოლმე და ბატონო ბიძე თქვენი ბავშვობა რო გავიხსენოთ ხონში დაიბადეთ როგორ გაიხსენებთ ბავშვობას და დღეს რაც ხშირად გული მწყდება ხოლმე ძალიან ცოტას თამაშობენ ბავშვები არ ვიცი როგორი იყო თქვენი ბავშვობა რას თამაშობდით რითი ერთობოდით ხოლმე მოგეს ყოველთვის ალბათ ყველა ადამიანისთვის ბავშვობა ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია არც მე არ ვიქნები გამონაკლისი იმიტომ რომ ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო და ლამაზი მოგონების ასე ვთქვათ წლები ხონი თქვენ ინფორმირებული ხართ მოგონ ჩემზე მეტად ეს ძალიან კარგია იქ დავიბადე იქ გავიზარდე სკოლა იქ დავამთავრე ჩემი ოჯახი ახლაც იქ ცხოვრობს ამიტომ მე ასე ვთქვათ ვაიდენტიფიცირებ თავს როგორც ხონელი და არა სხვა ქალაქის მკვეთრი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანჩე რა ვიცი ჩვეულებრივი და სტანდარტული ბავშვობა მქონდა რამე ხა განსაკუთრებული სპორტული მიდრეკილებებითა და მისწრაფებებით არ გამოვირჩეოდი მინდა გითხრათ თუმცა ჩვენს ქუჩაში სხვა ჩემს თანტოლებთან ერთად სტადიონი მქონდა რამოდენიმე არჩევანი იყო ფეხბურთის ფრენბურთის და ვცდილობდი რომ ყველაფერში ყოფილიყავი მათთან ერთად ჩართული და ესეც იყო თანჩე წიგნის კითხვა მიყვარდა და სწავლა მიყვარდა ეს ყველასთვის ასე თქვა ცნობილი იყო და ხშირად ამას გაგებით ეკიდებოდნენ შეიძლება არ წავსულიყავი მათთან ერთად იმიტომ რომ მოსამზადებელი მქონდა გაკვეთილები და პრიორიტეტი უფრო აქეთკენ მიდიოდა ვიდრე ჩემი სპორტული აქტივობა სპორტით რაღაც ეტაპზე თუ ამას ნაკლებ ფიზიკური აქტივობის სპორტს ვიტყვით ჭადრაკით ვიყავი ასე ვთქვათ ლოკალურ დონეზე გატაცებული და კარგი პედაგოგი მყავდა რომელიც იქ ცხოვრობდა და თან ჩემი მეზობელი იყო და მამეცადენებდა და რაღაც რამოდენიმე თანრიგიც კი მივიღე ამიტომ ხო ეგ ნამდვილად არ ვიცი ხო რამოდენიმე ასე ვთქვათ ნაწილში აქაც ასე ვთქვათ ინტერესები მქონდა ეს იყო ჩემი ძირითადი ბავშვობა თუმცა პერიოდი თქვენ მოგიხსენებათ და მე მგონი ძალიან აცილებულები არა ვართ ეხლა დროსა და ჟამში ეს იყო 90-იანი წლების ნაწილი, სადაც გასაჭირი იყო, ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ მე რაღაცა ცხოვრების ეს ნაწილი, რაღაცა გახსენებას არ ექვემდებარება, ასე უდგები ამ ნაწილს, არ მინდა მასზე, არც ბევრი საუბრები და ამიტომ ეს გაიარა, ყველა მეორე ესეთ პირობებში იყო, ხან პურიც არ იყო, ხან საჭმელიც არ იყო სხვა და მოკეთ ბევრი ნიუანსები იყო, მაგრამ ყველაფერი ასე ვთქვათ, ეხა უკვე დადებითად გვახსენდება. ხო ძალიან რთული პერიოდი იყო და მართლა არ ღირს ალბათ გახსენებად, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც რაღაცა ნეგატივი შემოდის საუბარში, როდესაც 90-იანებს იხსენებ. შეიძლება კონკრეტულად ჩვენ არ გქონდა პირადად რაღაც, მაგრამ აუცილებლად ვიღაცა მაინც იყო საახლობლებში, რომელსაც ძალიან უჭირდა და გადავახტეთ. მაშინ ერთ როგორ თემას გავიხსენებ, იცით, რაც
რომ ახსენდება ხოლმე ჩემი ბავშვობიდან ცოტა ისე უარყოფითი ხასიათზე ვდგები ხოლმე ძალით მატარებდნენ ფორტეპიანოს. თქვენ შემთხვევაში ხო არ იყო? ხოდა შორის ესეთი ამბავი იყო რომ რაღაც აბსოლუტური სმენა ყველას არა აქვს და ეს ძალიან ესეთია ღვთისაჩუქარია და ძალიან გულიმწყდება რომ არ მაქვს ეს საჩუქარი და მაგრამ დედაჩემს მაინც ქონდა სურვილი რომ ფორტეპიანოზე მივიყვანე. ხო, ეს და რაღაცა ესეთი ჰქონდა. მოგეთ ჩემს ასე ვთქვათ რაიონში და საყვარელ ქალაქში ხონში ორი სამუსიკო სასწავლებელი იყო იმ დროს როცა მე ვიყავი და აი რაც არ უნდა ესეთი ნიუანსები ახლა ესა პირველ სამუსიკო სასწავლებელს რომელსაც უფრო პრესტიჟულად მიიჩნევდნენ ზედმეტად ნუ ლოკალურ დონეზე რაც იყო ხო გამოცდაზე გავედი და სამწუხაროდ ესე ბრმად დგებოდი რაღაცას აიღებდნენ ნოტს მე მოbrunდებოდი და აბა რომელმე ერთსათი ვერ გამომიცალე ჩავიჭერი მაგრამ მეორეში რაღაცა მე ჩალიჩმაისტერობით მოხერხდა ჩემი მიღება. იმდენად შეუძლებელი იყო და მე რაღაცა შინაგანად ისე ვიყავი რომ ეს სადაც ვარ რაღაცნაირად რაღაცა პირველი უნდა გგრძნობდე თავს და ნუ პირველი თუ არა ძალიან მოწინავე და ეხლა სადაც მაჩანჩალა ვიყავი სადაც რაღაცა სოფეჯიოს ვერ ვსწავლობდი. მოგეთ ერთი წელი ამ ტანჯვამ გასტანა ჩემმა და მე მივხვდით რომ არ ღირდა დროის კარგვა და დავასრულეთ ამით ფორტეპიანოზე ჩემმა ტანჯვამ ბატონებდა 7 წელს გასტანა 7 წლები იყო და რომ მომცეს დიპლომი როგორც იქნა მიუტანა დედაჩემს და აჰადედი. იმის ვერ ვჯდარ ხარ? აუ დღეს როგორ უნანო მართლა არიცი და უარყოფითი ემოცია ზუსტად იქიდან მოდის რომ არ დაუჯერე მაშინ მშობლებს. და ზოგჯერ დაუჯეროთ ხოლმე მშობლებს. კი, ხშირად. ბატონო მიძინა, ყველა ბავშვს უყვარს სასოსნავი. ალბათ არც თქვენ არ იქნებოდეთ გამონაკლისი და როგორც წესი ეს სასოსნავები თლად ჯანსაღი არ არის ხშირად. რომელი იყო თქვენი საყვარელი სასოსნავი და როცა გიგზავნადე რაღაც არაჯანსაღ სასოსნავს როგორი იყო თქვენი რეაქცია? აი ერთადერთი რაც მოხსენდება სადგანას ხა მაიძულეთ ბავშვობაში წავიდე და თკბილეული სულ მიყვარდა და ეხლაც მიყვარს. თუმცა თავშეკავება რასაკვირველია გამომუშავებული მაქვს ხა და ყოველდღიურ ხასიათს ამას არ ვაძლევ, მაგრამ ბავშვობაში ეს კამფეტი თუ რაღაცა ეს ნაირსახეობები იყო ჩემთვის რაღაცა ესეთი დაუოკებელი სურვილი მქონდა რომ ისინი მომეპოვებინა და ნუ ეს რაღაცა ის იყო ახლოს რისკებთან გავიარეთ, ვიცოდი სად იმალებოდა ეს კამფეტი. ხო და ეს რაღაც კედელზე მიდგმული, არ ვიცი რა ქვია ხა რა უწოდო ამას არ შემოიჭრას სხვა ქვეყნის ბარბაროსული სიტყვები, ამიტომ თავში ვიკავებ. მოგეთ კარადასთან მივედი, სადაც ცოტა ზედა ნაწილში იყო და მე აი რაღაცა ფარული ამ მოპოვების ოპერაციის დროს თავზე გადმომემხო მთელი კარადა მთლიანად, ხო? და აღმოჩნდი ამ კამფეტების ძიების პროცესში. ერთი 5-6 კარადა თავზე დამეყარა, ნუ იქ რაღაც ხმები, შეძახილები, კივილები და მოკეთ. აი მე დამჭკვიანდი შედარებით ამის მერე. ყოველი სასოსნავის გახსენებაზე ალბათ გახსენდებოდათ. თუმცა ასევე აი ტკბილი გემოს ნაწილი, აი ესეც რა საინტერესოა ხა მომიტევდები და აი რაღაცა ჩემს 80-იანი წლების ბავშვობაში მე როგორც ეხა უკვე ექიმი ამას ჩაკითხვებით მშობლებისგან ვიაზრებ, ხა შეიძლება არც იცის ეს ახალმა თაობამ, რაღაცა იყო ესეთი წამალი, რომელსაც თითქოს საბჭოთა მედიცინა, ეხა ამას არ ამიყენებს, პტივაზიდი ესე ქვიოდა პრეპარატს, რომელსაც აი რაღაცა ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის აძლევდნენ ხოლმე ბავშვებს, დიდებს და მოზარდებს და რატომღაც ყველა სახლში იყო ეს როგორც მიხსნიან მაშინ. და ამ პტივაზიტის აბები იყო, აი ჩემთვის სხვისთვის არ ვიცი, ძალიან გემრიელი და მე მახსოვს რომ ერთ საღამოს აი დედა აუთოვებდა თეთრეულს და დიდი მოცულობით ჰქონდა ეს გასაკეთებელი და ზურგით იდგა და ჩვენთან აფთიაქის ყუთი იყო სახლში რომელიც ჩამოკიდებული იყო აი როგორც რაღაცა კედლის საათი. ყველა ოჯახში იყო. ესე იყო, ხო. და აი ამ დედამ მე ვისარგებლე რომ ზურგით იყო ის ამ მოვლენებთან და მე ვერ მაკონტროლებდა და მე მთელი კოლოფი პტივაზიტი ჩავღეჭე. ხო. და ნუ ამას მოყარა საკურელე მე სამედიცინო დაწესებულებაში ჩემი გადაყვანა ეს კუჭის ამორეცხვა რასაც ქვია ანუ იძულებითი ასე თქვა გულისრევა ღებინების გამოწვევა და ესეც კიდე ცუდად მახსენდება და იყო ეს იმიტომ გავაკეთე რომ გემო მომწონდა ანუ ის კამფეტად აღვიქვი ხო ეს არის აქ თავარი ამბავი ანალოგიური დაემართა ჩემ და სოღონ ჩემი დის შემთხვევაში უფრო რთულად იყო საქმე რა უნატინი როა ფერადის ბებიას უნდა და ფანჯარაზე იდო და ძალიან მიმზიდველი იყო 3 წლის ბავშვისთვის და მთელი ბოთლი დალია და დედასთან ერთად სხვათა შორის სარეცხი იყო მაგ შემთხვევაში სარეცხს ხსნიდა დედა და უცბად ჩემი ჩაიკეცა და გაითიშა სრულიად უკონტაქტო გახდა და ნუ საბედნიეროდ ქალბატონ ლია მათიაშვილს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩემი და გადაარჩინა მოგეთ აი ეგეთი ისტორიები იყო სიტკბოსდან გამომდინარე მე ვიყავი ძალიან მაგარი ჩურჩხელების ძებნაში ბებია ჩემი ახალწოთ ეხა ახალწეს უნდა მივირთვა თუ ეგრე არ არის ყოველთვის პოულობდი ვერასოდეს ვერ მომადრედი ისე რომ ვერ მიმეგნო
ჩვენ ბავშვობაში რომელი გიყვარდა შენ რადო თამაშები? ძალიან მიყვარდა 5 კენჭას ვეძახდით. 5 ქვას ეძახი, 5 ქვას დავდევდით, ბურთს დავაგორებდით და მე ის 5 ქვა უნდა აგეწყო ისე. ხო? ინტერპრეტაციები იყო სხვადასხვანაირი. წრეში ბურთს ვთამაშობთ ხოლმე ბატონო ბიძინა ბავშვებთან ერთად სადმე რომ დავდივართ მე და მიშო და ის არის ძალიან ჭინჭყლე. სუ იმაზე ეხლა სუ იმაზე და წარმომიდგენია ბავშვობაში როგორი იქნებოდა. სუ იმაზე ჭყლობს ბურთი არ მოხდა. თქვენ თამაშობდით? ხა ასეთი ტიპის თამაშები არა, მაგრამ ჩემთან იყო ეს სპეციფიკა, ხო მე გეტყვით. ჩვენ სახლში თვითონ ჩემს ეზოში ქონდა ეს რაღაცა მოედანი ბეტონის, ანუ წინა სახლის ნაწილში და იქ ბიძა ჩემს მამა ჩემს რაღაც ეს მიდრეკილებები ქონდათ მათაც ბავშვობიდან კალათბურთისადმი. ანუ ჩვენ სულ ქონდა კალათბურთის ფარი და ბურთი კალათბურთის სახლში. ანუ აი რაღაცა ყველაზე კარგი სასროლი აი ბიძა ჩემთან, მამა ჩემთან, არა მარტო თანატოლებთან შეჯიბრი იყო ეს რაღაცა. არ ვიცი რამდენად ეხა იციან ეს აჩკოს ვეძახდით რაღაც. ხო, აი საიდანაც ჩააგდებდი, მე იმ ადგილას უნდა მისულიყო. ხო, აი ეს იყო რაღაცა ყველაზე კარგი და მე ცოტა რომ მოვიზარდე და სკოლაში გადავედი, რაღაცა მამა ჩემმა მინდოდა ეს ძალიან და აი არავის არ ქონდა, ჩამომიტანა მე მეზობელი ჩრდილოეთი ქვეყნიდან, წასვლა უწევდა და ასე თქვა რაღაც ტრანსპორტო საშუალება ყავდა მას. ეს მაგიდის ჩოგბურთი. ესა ტენისი, ხო? ხო. და აი ეს მე ეს იყო მთავარი გართობის საშუალება და მთელი ესენი ეს წყობოდა ჩვენთან და ეს რაღაცა ერთი ხან ბურთი არის შევნებოდა ის პლასმასის თუ რაღაცა და პინგ-პონგი და იმის ჩაჭყვეტვა და იმის წყალში ჩადება და ამოიბერა და ჩაიქეჩა და ხო, აი ეს იყო მოკეთ მთელი ჩემი სკოლის პერიოდის ამბები. ნუ კალათბურთი და ეს მაგიდის ჩოგბურთი. სხვა ძირითადი ეს იყო. მამასთან ურთიერთობას როგორ გაიხსენებთ? შემოვიდა უკვე ნელ-ნელა ჩვენ საუბარში მამა რაც არის ჩვენი გადაცემის ამოსავალი წერტილი. ხო, რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, ნუ მამასთან იყო ასეთი დამოკიდებულება არის ჩემს ცხოვრებაში. რაღაც მიზეზების გამო, ისიც ძალიან ახალგაზრდა იყო, ნუ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩემი მშობლები, მე როცა გავჩდი, როცა დაგორწინდნენ იყვნენ 17 წლის და მე როცა გავჩდი, იყვნენ 18 წლის. ასეთი სხვაობა, ანუ ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ასე ვთქვათ, გავჩნდი მე. და ნუ რაღაცა მოხდა ისე, რომ მას რაღაცა ცხოვრების ეტაპზე რაღაცა, ასე ვთქვათ, პრობლემები შეექმნა, როგორც ხდება ხოლმე ახალგაზრდებს და საკმაოდ დიდი ხანი ის, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრებიდან იყო იზოლირებული. საკმაოდ დიდი ხანი. მე მგონი 8 თუ 9 წლის ვიყავი, როცა შეძლო მან, ასე ვთქვათ და ესე ამიტომ ცოტა რაღაცა ტრადიციულად ვერ მიდიოდა ეს ურთიერთობები დასაწყისში და ნუ მე ასე ვთქვათ დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში, ისედაც მქონდა რასაკვირველია ურთიერთობა, ეს არ იყო ყოველდღიური, რა თქმა უნდა, თვეში ერთხელ ვახერხებდით ხოლმე მასთან შეხვედრას. მე ჩემი ძმა გაჩნდა, რომელიც 9 წლიანი სხვაობა იყო ჩვენ შორის, ჩემსა და ჩემს ძმას შორის და მოგეთ ეს დანჩენ მე თანდათანობით აიწყო, ახლა არც მე არ ვიყავი დიდი უკვე, როცა დიდი დოზით შემოვიდა, ასე ვთქვათ, და მასთან ყოველდღიური ურთიერთობა გამიჩნდა. დასაკვირველია ეს განსხვავებული გამოცდილება იყო ვიდრე დედასთან და ბებიებთან ურთიერთობა ჩემი და ჩემს ბაბუასთან თუნდაც. ამიტომ რა თქმა უნდა, კარგად მახსენდება და არის ღვთისმხალობის ჯერჯერობით გრძელდება და იმედია დიდი ხანი კიდე ეს გაგრძელდება. აუცილებლად. ბატონო ვიძე, უფროსი ვაჟი მყავს 14 წლის. თინეიჯერობის პერიოდი დაეწყო და ძალიან ნერვიულობ და იმედია და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს ძალიან რთული პერიოდი გვაქვს ახლა. თქვენი თავი თუ გახსოვთ თინეიჯერობის პერიოდში რამდენად არ ვიცი შეიცვალა თქვენი ხასიათი თუ გახსოვთ მსგავსი რაღაცები ან რჩევასავით რომ მოგცეთ როგორ მიუდგეთ თინეიჯერებს რაღაც ესეთ რთული თინეიჯერობის პერიოდი მე როგორც სიმართლე გითხრა პიროვნულად და პერსონალურად არ მქონია და ჩემი ძირითადი ორიენტირი რაღაცა იმ ბოლო წლების მერე სკოლის დამთავრების თუ როგორც არის მე-7 მე-8 თუ მე-9 და რაღაცა უფრო სწავლაზე ორიენტირებული ტიპი ვიყავი ხო აი რაღაცნაირად თუმცა აი რაღაცა ამის გამო რომ ვიღაცას დავებულინგებინე ვიღაცას სულ პატევის ცემის ქვეშ ვიყავი, მიუხედავად რა, ასე ვთქვათ, რისკებისა და გაქანების მქონე და შესაძლებლობის მქონე ჯგუფელები და კლასელები არ მყავდნენ. იცით ახლა მით უმეტეს ეს დასავლეთ საქართველოს ნაწილში როგორი მიდრეკილებები იყო, არ მინდა უბრალოდ ეს სიტყვები შემოვიტანო, იმიტომ რომ ახალმა თაობამ არ მინდა რომ საერთოდ გაიგოს. ამიტომ მე ამ ნაწილში რაღაცა ისეთი დიდი სირთულეები არ მქონია. ძირითადად რაღაცა უფრო ის სწავლაზე მქონდა აქცენტი, რაღაცა წიგნზე ვიყავი უფრო ორიენტირებული და ამის გამო ვიმსახურებდი ყველას თვალსაზრისით პატივისცემას. ნუ ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში
მავალებდნენ თუ მე ჩემი ინიციატივით რომ მაგალითად იგივე ჩემი მეგობრები ბიჭები კურსები რომელიც არ სწავლობდნენ კარგად რაღაცა მე მეიძულებინა რომ ემეცადინათ მათ ჩემთან ერთად და აი მე რაღაცა მათი ცხოვრება ზოგის ისე წავიდა ზოგის ასე წავიდა მაგრამ აი ესეც მქონდა რაღაცნაირი პასუხისმგებლობა რომ თითქოს მათთან ერთად ასე ვთქვათ მომემზადებინა რომ მე ჩვენ მყავდა კარგი დამრიგებელი ძალიან რაღაც ესეთი ტრადიცია იყო ჩემს სკოლაში ალბათ რაიონებში ბევრგან ესეა რომ პირველი 4 წელი ერთი დამრიგებელი მყავდა და მეხუთე კლასში მე რო გადაგვიბარა უკვე ერთმა პედაგოგმა ეს იყო ქალბატონი ლეილა გენძეხაძე ასეთი სახელი და გვარით ფილოლოგი აი მე-11 კლასამდე ის ვყავდა დამრიგებლად ამიტომ რაღაცა ესე იზრდებოდი მასთან ერთად და მაგრამ ის რაღაცა ბევრ რამეს განსაზღვრავდა ყველას ცხოვრებაში ყველასთან ქონდა კომუნიკაცია ინტერაქცია გასაჭირს მას ეუბნებოდნენ გოგოები ბიჭები რავი ყველაფერს ერთული იყო და სიხარულიც და მაგათ რაღაცა ამ თვალსაზრისით ისიც გვეუბნებოდა რომ აბა ბიძინა ხა შენ ამას მიეხმარე მოდი რაღაცა ამასთან ერთად იმეცადინე იმას ეუბნებოდნენ ამასთან ერთად იმეცადინე და რაღაცა ესე გავიარეთ რაღაცა მესირთულები სიმართლე რო გითხრა რომ ამ გარდაბავალი ასაკის და პერიოდის ეხა რომ ხედავ შეიძლება ეს უფრო ფსიქოტიპზეა დამოკიდებული ეხა მაგალითად ჩემი ძმასთან მიმართებაში რომელიც სამწუხაროდ რაღაცას ჩემი ასე ვთქვათ ყველაზე დიდი ტრაგედიად გადაიქცა შაშანდელი წლის შემდეგ მასთან უფრო მეც ერთდროულად წავაწყდით, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს არ ქონდა გამოცდილება, რომ აი უნდა ვიღაცას უნდა დააძალო, ვიღაცას უნდა ასწავლო, ვიღაცას უნდა დაუჯდე. მე არ მჭირდებოდეს, პირიქით არ მომეკაროთ, არ მინდა, მე დამოკიდებულებას დავწერო თემაც, მაგალითიც ამბოხსნა. ის აღმოჩნდა სულ სხვანაირი. იქ სირთულე იყო. იქ ამბობდა რომ არ მინდა. თან ჩემი ძმის და ჩემი სკოლა ბუნებრივ ერთდაგივე იყო და ეუბნებოდა რომ ხე ბიძინას მას ორიანი როგორ დაუწეროთ და ამაზე ბრაზდებოდა და ამიწერონ ორიანიო შენი ხათრით მე რატო გადავდივარ კლასიდან კლასშიო. მოკლედ იქ ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდით. უკვე იმიტომ რომ ეს მიხვდით რომ აი როგორც იტყვიან ხოლმე დედა ჩემი აბუდა რომ აი რაღაცა გენეტიკა განსაზღვრავს რა, ვინ როგორი ხასიათის იქნება, ვის როგორი სირთულე იქნება, ვინ მარტივი იქნება, ვინ კარგად ისწავლის, ვინ ცუდად. აი რაღაცები არ გამოდის ძალდატანებით და ხელშეწყობა ალბათ უნდა მე სულ მაგ ეს მშობლებიც ზოგადად ეხა მეკითხებია რომ აი როგორ მოვიქცე ვიღაცა არ ჯამს ჩემთან მოსული ვიღაცა არ სწავლობს და სულ მეუნდები ხოლმე რომ აი რაღაცა ეხა არის უფრო შესაძლებლობა და ეხა ამ გადასახედიდანაც ჩვენ ოჯახთან ერთად ამას რომ ვარჩევ ხოლმე აი რაღაცა ფსიქოლოგიის რჩევა რა კარგი იქნებოდა თქო რომ ჩვენ არ ვიცოდით როგორ მივდგომოდით რთულად აღსაზრდელს ესე რომ ვთქვათ თორე ის რაღაცა ყველაფერს აპროტესტებდა რაღაცას ითხოვდა და ჩვენ ვერ უპირისპირდებოდით ეხაც არის ეს და შეიძლება ასე ვთქვათ ვაკვალიანებ ხოლმე ოჯახებს რომ არა გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი როგორ მოვექცეთ ახლა ამ სიტუაციაში იმიტომ რომ ამას უნდა გამოცდილება ამას უნდა უკვე დაგროვული ცოდნის გაზიარება ამას თავისი პროფესიები აქვს და ამიტომ სადაც არის ცოტა უფრო სირთულე ამ ოჯახებში და ახლა ყველასთვის შეიძლება ეს ვთქვა უნდა მიმართოთ ამ ბავშვს და ფსიქოლოგს თუნდაც 1-2 ასე ვთქვათ გაკვეთილი აიღოთ თუ სეანსი აიღოთ რომ თქვენ გამოიმუშაოთ დამოკიდებულება იმ ინდივიდუალური და პერსონალიზირებული ასე ვთქვათ პრობლემიდან და პერსონიდან გამომდინარე რომელიც ასე ვთქვათ თქვენ ყოველდღიურობაში ასე ვთქვათ აწყდებით. ანუ აქ უნივერსალური მაგალითების გაზიარება რომ მე ესეთი ვიყავი და ეხა ესე ქენით ეს არ გამოდის აბსოლუტურად და მე ჩემი ყოველდღიურ პრაქტიკაში ასე ვთქვათ ამას უყურებ რომ ასე ვთქვათ აი ეს რჩევები მივცე ადამიანებს რომ სწორად დაკვალიანდნენ ისინი ხა ხანდახან ეს არ არის საჭირო ასე დრამატიზება ამ სიტუაციის მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაცია ისეთი რომ ასე ვთქვათ ამას ჭირდება ჩარევა არა წამლებით და არა რაღაცა მკურნალობით არამედ მიდგომების გამომშვებით რომელიც არ მოეთხოვება ყველა პროფესიის მშობელს რომ ხო იცოდეს როგორ გაზარდოს საკუთარი შვილი არც დედასაც და არც მამასაც ამიტომ რჩევა უნდა აიღოთ თქვენ როცა აქ რაღაცა წინაღობას სერიოზულს ხედავთ და ასე შემდეგ აი ხა მე მაგალითად მახსენებთ ჩემი მეგობარი რომელსაც მოზარდიშვილი ყავს გოგონა და რაღაცა არ უშვებს მეგობრებთან საურთიერთოდ და ძალიან სერიოზული პროტესტი გახდა და რატო არ უშვებ რომ ვეუნები აი რაღაცა საუბრობდნენო სტუმრად იყვნენ ჩვენთან ოთახშიო და რაღაცა სუიციდი და თვითმკვლელობაზე დაიწყეს ბავშვებმა ლაპარაკიო და მე ხმა გავიგონე და ცალიყური მათკენ მქონდაო და აუგრძალა ეხლა საერთოდ მათთან ურთიერთობა ის გამოსავალია აი ამას ვამბობ სწორედ და მან არ იცის ეხლა რა ვქნაო ხო აი როგორ მოვიქცე მე ხდე მე ხა ცოტა რთული кейსი მოვიყვანე და რთული მაგალითი მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ასე დროს ალბათ დახმარება არის აუცილებელი და ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში არაფერი ცუდი არ არის რომ თუ ფსიქოლოგი და არ ვიცი ხანდახან თუ საჭიროა მეტიც ჩაერთვება და სწორ რეკომენდაციებს მისცემს მოზარდებთან მიმართებაში ასე ვთქვათ ოჯახებს ამაში ეს ყველაზე ესეთი ჯანსაღი და კარგი ამბავია
კიდევ ერთი მადლობა მინდა თქვა ჩვენი მიზანიც ბატონო ბიზნესია ზუსტად ეგ არის და იმიტომ ვაკეთებთ ახლა ჩვენ პოდკასტს რომ ზუსტად ესეთი მაგალითებით რჩევებით მშობლებს დავეხმაროთ პირველ რიგში საკუთარ თავს დავეხმაროთ იმიტომ რომ ორივეს მოზარდი შვილები ყავს და კითხვაც ყოველთვის გვაქვს ხოლმე პრაქტიკულად ყველა რესპონდენტთან სიმკაცრე რამდენად არის საჭირო შვილებთან ურთიერთობაში და პრინციპში გაგვეცით პასუხი როგორ შეიძლება ასე თუ ისე და კიდევ ერთ დავამატებ ისო რომ აი ჩვენ პერიოდში ბატონ ბიძინამ რაც ბიძანა რომ რაღაცნაირად ერთია რომ არ იცოდნენ მშობლებმა რომ არსებობს ფსიქოლოგი რომელსაც შეიძლება მიმართო არ ვიცი მაშინ იყვნენ როგორც ასეთი ბავშვთა ფსიქოლოგები არ იყვნენ ჩემი თაობის და ჩემი იმის დროს არ იყვნენ ფაქტია ერთია რომ არ იყვნენ და მეორეც უკვე ჩვენი მშობლები როცა ბებია ბაბუები გახდნენ და ჩვენ უკვე ვიცით რომ არსებობს ბავშვთა ფსიქოლოგი და თუ საჭიროებას ხედავთ შეიძლება შვილი მივიყვანოთ იმათვის ჯერ კიდევ სტიგმაა რომ ფსიქოლოგთან როგორ უნდა მივიყვანოთ ჩემი შვილი განარაჭირს ხო არა და ეს არის ჩვეულებრივი პირობითად ბატონი ბიძინა ალერგოლოგია და რაღაც ალერგიაზე თუ მიყავს შვილი და არ არის ამაში არაფერი საგანგაშო რატო არ შეიძლება ხასიათის ცვლილებასთან დაკავშირებით მივიყვანოთ შესაბამის სპეციალისტთან კი ბატონო ზუსტად ისევია მე ერთი კიდე შემიძლია კითხვა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ზოგადად აი რაღაცა ახალისების თემა მე მაგათაც ხშირად შევამაყ ხოლმე ეს არის ახლა მშობლების და ბავშვების ურთიერთობა ეხა ალერგოლოგიური პოზიციიდან ვამბობ ყველაზე მეტი წინააღმდეგობაც სად ვაწყდები არის რაღაც ესეთი დაავადება მშრალი კანის დაავადება დერმატიტი ატოპიური დიათეზითაც იცნობს ხალხი და ხშირად როდესაც ამ რეკომენდაციებს გამოვაცხობთ ხოლმე მის ბოლოს მე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ძალიან რომ აი მაგალითისთვის ვამბობ ეს უბრალოდ ხა მომიტევდები და რომ ხანგრძლივად აბაზანაში არ უნდა გააჩეროთ ვეუნები. ყოველდღე უნდა აბანაოთ, მაგრამ ხანგრძლივად არა. და ბევრი ოჯახი ამბობს, ოი, ამას როგორ უყვარს და როგორ გვიპროტესტებს რომ ამოვყავს. ეხა ეს ხო, აი ეს ხა ცოტა სკოლამდე ასაკს ეხება, ხო, მაგრამ ეს თემა და მოდა რაღაცა ვერ პაულობენ უცებ ახლა ხო არ ვეთქვი წადე ფსიქოლოგთან და ის გასწავლის როგორ ამოიყვანო წყლიდან შვილი ხო მე ვეუნები ხოლმე რომ ეხლა რაღაცა ახალისების ამბები ხა ცოტა ფსიქოლოგო მეც პერიოდულად ახალისების ამბები და შემოიტანო პირველი ვეუნები აი როგორ ჩვენ ტაიმერს მაგვიძარას ვაყენებთ იმ 10-12 წუთზე დააყენეთ ხმა აბაზანაში რომ დაირეკოს და უთხრათ აი ეს უკვე ამოსვლის დროა დედიკო და მამიკო ახლა სწრაფად უნდა ამოვიდეთ მეორე მხრივ თუ ეს საკმარისი არ არის ვეუბნები ხოლმე ყურადღება გადატანინეთ რაღაც უფრო მეტად მას რაც გაახარებს და გააბედნიერებს სწრაფად ჩაანაცვლეთ რაღაცა პროცესი ხო უნდა პირობითად რაღაც გარეთ გაყვანა ან პლანშეტი თუ რაღაც საყვარელი მულტფილმი უთხარით თუ ეხა სწრაფად მოვჭეთ აბაზანოს ის გავაკეთო ნუ საკვები და რაღაცას ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რომ ეს შემოვიტანოთ და ამ ხრივ რაღაცა ეს ყოველდღიურობის რეგულირება, იმიტომ რომ ყოველთვის ეხა მარტო წამალი არ შველის, აი ესე ვამბობ, აი დაავადებების მართვაში, აი რაღაცა სწორი და რაციონალის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. თაიბერი არის არაჩვეულებრივი მიგნება. ჩემი უფრო უმცროსი გოგონა ბაღში დადის და დილით გაღვიძება, დიდებს არ გვიყვარს და პატარაც არ არის აღფრთოვანებული და უყიდეთ მაღვიძარა. ესე იგი იმით იღვიძებს ბედნიერი რომ თავის მაღვიძარა თვითონ გათიშოს. ძილის წინ აყენებს დილით დგება რომ გათიშოს საკმაოდ მოშორებით დებს ისეთა რომ ადგომა მოუწიოს და რავი დაახლოებით ერთი თვეა ნისმის გაღვიძების პრობლემა აღარ ადგას სახში. აი ასეთი მაგათის გაზიარება ხო კარგია სხვებისთვის. ძალიან კარგად იმედია ბაღის დასრულებამდე არ მოფეზრდება. ეს ხანგრძლივი დაყოვნება აბაზანაში რატომ იწვევს ამას? მოგეთ ატოპიური დერმატიტი არის კანის სიმშრალით მიმდინარე დაავადება და მისი ძირითადი შინაარსი არის რომ აი კანში არსებული ბუნებრივად ნივთიერებები აი ფილაგრინი და სხვა ბევრი სერამიდები და შემდეგ ისედაც ნაკლოვანი აქვს ამ ტიპის მიდრეკილების მქონე ბავშვს თუ დიდს. აი შენ თუ დიდი ხანი გაჩერდები წყალში შეიძლება მათი რაოდენობა კიდე აი გამოირეცხოს და შემცირდეს. ამიტომ წყლის ფუნქცია არის ჩანაცვლება, როცა გვიწევს მერე დამატენიანებლები და შემავსებლებით, აი წყალი ახალი ზემოქმედების მერე სწრაფად ფორებს ხსნის, არბილებს და პენეტრაციას ამ წასასმელი საშუალებების ათმაგად ეფექტურს ხდის. ამიტომ აბაზანის პრინციპი ჩვენთვის არის არა სისუფთავე და ჰიგიენა, არამედ როგორც გარეგანი გამოყენების საშუალებების ეფექტურობის გაზრდა. ამიტომ დიდი ხანი წყალი არ გვჭირდება. და თუ დიდი ხანი იქნება, უფრო ზიანი იქნება, რაც ბუნებრივად გაქვს ნატურალური დამატენიანებელი ფაქტორები ესე ვეძახით, შემცირდება მათი რაოდენობა კიდე 1 საათი თუ იქნება წყალში.
ეს შხაპსაც ეხება თუ დაბაზანაში ჩაწვა. არა, მნიშვნელობა ახლა რამდენი ხანიც არ უნდა იყო. განსაკუთრებით ვისაც ფშალი კანის კემიდრეკილი აქვს. ეს მოზრდილები ძირითადად ემპირიულადაც უკვე ხვდებიან, რომ ხო დიდი ხანი წყალმე არ მიხდება. ხო რასაკურელა გეუბნებიან და აი ბავშვებთან მიმართებაშიც ესეა, რომ აი ზოგიერთი თამაშობს, ზოგიერთი მე ესე ვეუბნები, თქვენ ამ დროს საქმეს აკეთებთ, ხო გიხარია, ხო დიდი ხანი წყალში ჩაჯდება. ხო რაღაცას ახლა მოვისტუმრებ, რაღაცას აი ეგენი ამოიღე ხა და ამოაგდებ ვეუბნები, ვაფრთხილებ კატეგორიულად, ხო? ხო, ეხლა თუ კანის პრობლემა არა, თუ არ აქვს მიდრეკილება, არა, მაშინ არ უნდა შეზღუდოთ. ხო, რაც აბედნიერებთ მათ. ხო, ერთი მთავარი პრინციპია, რადგან ბავშვებს ეხებით ეს სიტყვა მოიტანა, ხან უნდა თქვა, რომ ეს ჩემი აზრი და იდეა არა და არც ფრაზეოლოგია, ანუ ბედნიერი ბავშვი არის უფრო ჯანმრთელი. ამიტომ ჩემი პრინციპი არის, რომ ბავშვი უნდა იყოს რაც შეიძლება გაბედნიერებული ხშირად და სულ და მუდმივად. აი თუ ამას უზრუნველყოფს ოჯახი, აი ეს ბავშვები ნაკლებად ავადმყოფობენ. მიშო, დასაწყისში ვთქვით, რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მეგობარი დუგლაძეების ღვინო და სანამ გადავალთ უშუალოდ ბატონი ბიძინას სპეციალობაზე, მინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვთქვა, დუგლაძეების ღვინის რუბრიკა დავარქვათ და ვთქვათ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ღვინოსთან დაკავშირებით და მე რაღაც პატარა სიურპრიზი მინდა ბატონ ბიძინას გავუკეთო. ბრძანეთ პატივცემულო. ესე იგი ძალიან ღვინოსთან ბავშვობიდან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ თუნდაც ღვინის ფერს განსაზღვრავს არა ყურძენი, არამედ ყურძნის ქერქი. ქერქი ხო, შიგნით არა. ქერქი როგორც არის ისეთი. ღვინოს ფერს განსაზღვრავდა უშუალოდ ყურძენი. და მეც მოგაშურებთ ერთ ფაქტს. გამოვუშვი. იუნესკოს აღიარებული აქვს ეს ქვევრი მოკლედ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ქართველების არის და ჩვენია ქვევრში ღვინის დაყენება. ხო, ნუ წითელი ღვინოზე, თეთრ ღვინოზე ალბათ სუმიდის დავა, რომელი უფრო გემრიელია, მაგრამ ჩემი აზრით ქართული თეთრიც და წითელიც არის არაჩვეულებრივი ღვინო, მაგრამ თურმე წითელი ღვინო და შავი ღვინო, რა ვინ როგორ ეძახის, ბევრად უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავს ვიდრე თეთრი. უფრო მათრობელად ყოფილა. და კიდევ ერთი ფაქტი, მე თვითონ მჭირდება ხოლმე, მე და ჩემი მარიკას გვიყვარს ხოლმე ცოტა ღვინის მოწურყვა კირიცი და ვერასოდეს ვერ ვიმახსოვრებ, ხადო წითელს რა კერძი უხდება და თეთრს რა კერძი უხდება და აგერ ამოვიწერე სპეციალურად. თეთრს ხორცი და თეთრს თევზი. დიახ, სუსტ კი ბატონო. და ერთი ჩვენც საღამოობით მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს ხოლმე თითო ბოკალი ღვინის დალევა და თურმე ისეუდად დაიჭირო ხელში ბოკალი, რომ ხელმა არ გაათბოს ღვინო. ანუ როგორც წესი მე მიკავია ხოლმე ასე და ეს ხელი მაინც ეხება. და არ ყოფილა თლად რეკომენდაციას. ეგ უფრო კონიაქს. და სიურპრიზით ბატონო ბიძინა ჩვენი მეგობრისაგან დუგლაძეების ღვინისგან ასეთი არაჩვეულებრივი მუკუზანი. მუკუზანი ჩემი საყვარელი ღვინოა. აუ გამოვიცანი. ჩვენგან ეს აგერ დავდებ და წასვლისას მუკუზანი და მუკუზანს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ისტორია დაყენების ტექნოლოგია, ეს ალექსანდრე ჭავჭავაძეებისგან დაიწყო, სადაც ტექნოლოგიები ყავდა ჩამოყვანილი და აქ იყო მთავარი ამბავი ამ ღვინოში, რომ ეს ხო საფერავის ჯიშია, მაგრამ დაყენება ხდება, ესე იგი, ქართული თუ ევროპული ტრადიციით და მერე ქვევში გადადით. ანუ ორივე ერთად არის აქ შერწყმული. ამით განსხვავდება მუკუზანი ყველა სხვა ღვინისგან. ანუ ორივეა შერწყმული აქ. ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ამიტომა უნიკალური მე გემო ძალიან მომწონს მის. ეგ თავისჩენთანად გადაიციხებ. კი, რა თქმა უნდა, აგერ დავდებ. ხო, რო არ დამავიწყდეს, აი ახლოს დავიდებ. ძალიან დიდი მადლობა. ბევრჯერ შევხვედრივალ ხოლმე სოციალურ ქსელებში ბატონო ბიძინა და ისეთ რაღაც მშობლები რო წერენ ხოლმე ბავშვს ასეთი რაღაც ჭირს რა ვქნა. მინახავს ხოლმე რომ ბიძინას მიწერე პასუხს აუცილებლად გაგცემს და რა ვიცი არ იქნება ეს მარტივი დარწმუნებული ვარ. მაგრამ კიდევ ერთი დიდი მადლობა რომ თქვენი იმედი აქვს მშობლებს თუნდაც პრინციპში მოსვლას და ექიმთან კონსულტაციას ალტერნატივა არ აქვს როცა საჭიროება, მაგრამ ესეთი იმედით რო ხართ მშობლების კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ერთ-ერთი აგერ ვარ მე თვითონ მაქვს მიწერილი დაახლოებით 1-4 წლის წინ რაღაც გამონაყეზოდან შემოვიდა ბავშვი და გამონაყარი უცებ აი ვუყურებდი როგორ ჩდებოდა ხელზე ლაქები. და მივწერეთ ბატონ ბიძინას სურათი მოგთხოვეთ, ჩავუგდეთ სურათი და რო ნახა აუცილებელია ექიმის პირადად ნახოს ექიმო. ანუ ძალიან მისაღები იყო ჩვენთვის, არაფერი საგანგაშო არ არისო, მაგრამ აუცილებელია ექიმის რჩევა. აი ეს არაფერი საგანგაშო იყო ჩვენთვის ძალიან დამამშვიდებელი, რომ დაველოდეთ ორშაბათს და მე ვირე უკვე ექიმის რჩევით ვიხენწვანე. მერე დიდი მადლობა რომ თქვენ ეს ამბავი ასე თქვათ ესე გამოიტანეთ და აღნიშნეთ. მე ეს განმარტება კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ნამდვილად შეუძლია და არავის არ ეგზალება ჩემთან პერსონალური კომუნიკაცია. მაგრამ ერთი განმარტება უნდა გავაკეთო. განსაკუთრებით, როდესაც ჩემი პაციენტები არიან, რა თქმა უნდა,
მე პასუხისგებლობაც მაქვს და ვალდებულებაც, იმიტომ რომ ეს უკვე გავსინჯე, მე ის უკვე ვნახე, მე ის შევაფასე და ასე თუ ისე სიღრმისეულად ვიცი იმ კონკრეტული დაავადების ნოზოლოგიის და ეპიზოდის შესახებ. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ ცალსახად მე ყველა მიცის ეს რომ სამსახურის მიმდინარეობის დროსაც კი პასუხს უკან უბრუნებ და ხშირად ჩემი კოლეგები ხუმრობით მეუბნებიან რომ ნუ გააფუჭა ეს ხალხი. ბატონი მოვიდა ერთი ჩემი პაციენტი ასაკოვანი კაცია, რომელიც ღვინის წარმოებითაა სხვათა შორის ასე თქვა პროფესიულად და ცხოვრობს კახეთის ერთ-ერთ რაიონში და მე თქვენ რო პასუხს ასო კითხვას დაგისმებთო და SMS იმ წუთში მიბრუნებთო კაცო ჩემი რაიონის ერთ-ერთ ქირურგს რაღაცა დავიკითხეო რომ ესაც დიდი წლებია ვიცნობო და გავიდა 2 დღე და მე მომწერა პასუხიო და რომ მივადექია მესიჯებითო თქვენითო შენ ახლა ამაზე დაკავებული ხარ ესა 2 დღის მე რომ ვიცი პასუხი ხო და ამიტომ ერთის მხრივ ესია მაგრამ აი უცხო ადამიანებთან დაკვალიანება რასაკვირველია შემიძლია, მაგრამ აი პასუხისგებლობის გაზიარება ძალიან რთულია. აი ზოგიერთი მოგთხოვს ხოლმე, რომ იქნებ წამალიც მითხრა, იქნებ აი როცა ბოლომდე ექიმი ვერაცნობიერებ, არ გასინჯე, ხელით არ შეეხე, რაღაც ანალიზით არ დააკონკრეტე, ძალიან რთულია და ხანდახან როცა მეტი გამოსავალი არ არის, ვეუბნები, რომ აი მივდივარ ამ ასე ვთქვათ რისკზე და თქვენს გაიზიარეთ მაშინ ეს პასუხისგებლობა და ეს არავის არ ასე ვთქვათ არ ეუხერხულოს თუ არ ეხამუშოს რომ მე შეიძლება ესე დაკონკრეტება ვთხოვო იმიტომ რომ ექიმობა არის ძალიან რთული ნაწილი ჩვენ ვიცით ახლა ევროპის ქვეყნებში ექიმთან ესეთი კომუნიკაცია პრაქტიკულად არ ხდება ესეთი რამ ჩვენი გერმანელი ფრანგი ამერიკელი ეს კოლეგებისთვის არის წარმოუდგენელი ამბავი რომ ვინმე ახლა ექიმს უშუალოდ მიწეროს და უნახავად პაციენტის რაღაცა რეკომენდაცია ეს არ ხდება თუმცა ეხლა არაფერი ახლა უნიკალური არ ხდება. აი მაგალითად ბრაზილიაში ესეა თურმე. აი ცოტა სამხრეთის ტიპის ხალხებში ეს მიღებულ ამბად ითვლება თურმე და ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვერ გებით ამ სიტუაციას, მაგრამ არის ხანდახან ლიმიტი. აი მე მქონდა ერთი ცუდი, ასე ვთქვათ, შემთხვევაც ესეც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს არ დამავიწყდება არასდროს, როცა ასეთი თხოვნით უცნობ ადამიანს ძალიან მარტივი რაღაცა მალამო გამოუწერე და ბავშვისთვის დახმარება მთხოვა. და როგორც აღმოჩნდა მე რეტროსპექტულად ამ მალამომ შედეგი არ მოიტანა ხო და გაჩნდა უკვე მეორე პოსტი ჩემგან დამოუკიდებლად და ის ითხოვდა ესეთ რაღაცას იქნებ დამეხმაროთ სხვა ექიმთან მისვლის თანხის მოგროვებას თხოვდნენ ადამიანებს ჩარიცხვას ანგარიშზე რომ გვარს აბობდნენ ჩემს ვიყავით დანიშნულება რაღაცა მოგცა უნახავად მაგრამ შედეგი არ იყო და იქნებ იმასთან მივიდეთ, მაგრამ იმასთან მისთვის თანხა არ აქვს. ჩემთან მოსვლის კი არა, სხვასთან მიდის. და ამ დროს 1000 კომენტარიდან 800 იყო ესეთი. როგორ იკადრა ბიძინა კულუმბეკოვმა უნახავად მალამოს გამოწერა პაციენტთან. ამან იმდენად დამთრგუნა, ეს იყო 7-8 წლის წინ და მე ვთქვი, რომ აი სწორია ის 800. თუ ხა ცოტა ვაჭარბებ 800 ალბათ არ იყო ეს ასეთი, მაგრამ ადამიანები პირიქით მე მადანაშაულებდნენ, რომ რატო გამოუწერა ბავშვი, რომელიც მას არ უნახავს რაიმე თუნდაც მალამო ხო წარმოგიდგენიათ ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ რომ ეს დახმარება რჩევის სახით შეიძლება იყოს მაგრამ ეს ვერ იქნება არსებითი მკურნალობა და ზოგს გული წყდება რომ აი მანდამაინც უნდა მოვიდე და ფულს მთხოვდა ამიტომ არ მაძლევ დანიშნულებას და აი აქაც ასე ვთქვათ ემოციურად ისე მოქმედებს მე ეს ჩემზე რომ შეიძლება 2 დღე დაღამე ამ სიტყვებზე და ამ ასე ვთქვათ ვორდინგზე ვიფიქრო რატო თქვა ადამიანმა მე მესმის ეს განათლების დონეზეა ყველაფერზეა მიბმული და ყველას ახლა ვერ მოთხოვ ერთნაირ სამოქალაქო შეგნებას რომ აი ექიმს ესე არ უნდა უთხრა რომელსაც საერთოდ არ იცნობ და ასე ვთქვათ თხოვ რომ რაღაცა პრობლემა გადაგეწყვიტოს წლების განმავლობაში მიმდინარე თუნდაც მისვლის გარეშე ამიტომ აი ცოტა ესე მივხშევ გავაღრმავ ეს თემა, რადგანაც შანსი მომეცა და დროში არ მზღუდავენ და არ მეუნებია რომ ეთერი იწურება. ხო, აი ეგ პლუსი გვაქვს. აი ეს მაგარი პლუსია ცა. ახლა რა გამახსენდა უარყოფითი კომენტარების წერის მე მგონი რაღაც სინდრომი გაჩნდა ჩვენ ქვეყანაში. ხო, ეგეც. ახლახანს იყო ბატონობიძე და ძალიან კარგი იაპონელი ქართველოლოგი ყავდა ჰაიატე სოტომე. ხო და ამბობს რომ აღფრთოვანებული ვარ ქართული სტუმარმას მიზღობით და არ აქვს ის სოფლიოში არის უნიკალური და ბუნებრივად ქონა ხა უცხოელისგან რაცა უნდა გამართულად საუბრობდეს ქართულად ბუნებრივად ქონა რეაქცია აუ რა მაგარია ბოდიში აი მაგ ჩემი ჩართვის გამო კაი გემრიელად გავილანძღე სოციალურ ქსელებში არა და მე ვერ მივხვდი რატო უბრალოდ ამბობდა რომ
ქართული სტუმარ მასპინძლობა უნიკალურია, მე მქონდა შესაბამისი რეაქცია გულწრფელი რა მაგარია და გამოდანწყეს მაგის გამო გააფუჭა ყველაფერი. რატო გაგიკვირდა რომ ეგეთი ის ქონდა უცხოელი რეაქცია? სინდრომია მე მგონი და ამ სოციალურმა ქსელებმა ძალიან შეგვცვალა. ხო, ნუ ეს ფსიქოტიპი ადამიანების მსოფლიოში გადააწყო ხა ჰეითერები და ხო ტერმინებია შემოსული. ამიტომ ეს ადამიანები მე ხა ვიძახი ხოლმე ხა პოლიტიკურ კონტექსტს ხო ვერ გავექცევი ჩვენ ყოველდღიურის ნაწილი გახდა და ვიძახი ხოლმე რომ კიდე კაი ეს ქსელები როა თორე სამჯერ რუსთაველის ომი იქნებოდა 91-12 წელი უკვე სამჯერ განმეორდებოდა მინიმუმ თქვა, ამიტომ ეს რაღაცა ორ წლის გამოშვების ამბავია, ზოგი სახეს ვერაჩენს და რაღაცა ყალბი რაღაცებით წერს, ანუ მოგეთ ეს არის ადამიანია რა. კი, ზოგადად განწყებიან ხო. უკვე გადავედით პროფესიულ თემაზე და მინდა გკითხოთ გაზაფხულია. ჩვენთვის რატომღაც ჩემთვის პირადად ასე არ ვიცი რამდენად სწორად ვიცი რომ ალერგიის სეზონს ეძახიან გაზაფხულს და ყველაზე ხშირი ალერგია. რამდენად სწორია ეს მიდგომა და იმუნიტეტის მოსაძლიერებლად რა შეიძლება, რა რჩევა შეიძლება მივცეთ მამებს? შვილების იმუნიტეტი ბუნებრივია პირველ რიგში. ეხლა რა შეიძლება თვითონ ალერგია და გაზაფხული რადგანაც ერთმანეთთან ასოცირდება ეს სწორი განცდა, იმიტომ რომ ქვეყნებში სადაც ეხა არის რაღაც სეზონი, ცოტა კი წაიშალა, მაგრამ 4 სეზონი ხო გვაქვს? ასე თუ ისე კალენდარზე მაინც ხო გვაქვს? ტროპიკული ქვეყნებისგან და განსხვავებით, ну ჩვენთან ესე იგი ზამთრის მერე როცა იწყებს ბუნება გამოგვიძებას, თუ ამ ბუნების და მცენარეების მტვრის მარცვლების მიმართ, რომელსაც ისინი იყენებენ ურთიერთ განაყოფიერებისთვის და რეპროდუქციისთვის, აი ეს მცენარის მტვრის მარცვლები განწყობილი მოწყვლადი ალერგიისადმი ადამიანების მიმართ ალერგენებს წარმოადგენენ. ამიტომ ბუნებრივია, როცა ისინი ჩნდებიან ყოველ წელს სტერეოტიპულად თებერვლის ბოლოა თუ მარტის დასაწყისი და ბუნება იღვიძებს ამ დროს, ჩემი მტერი თუ გამოჩნდება ჰაერში შეწონილი სახით, მეც დამეწყება მისადმი ალერგიული რეაქცია და ეს ვერ იქნება შუა ზამთარში, როცა ისინი არ არიან. ხო? ამიტომაც ეძახიან ამას სეზონური ტიპის ალერგიას. ეს არის ძირითადად ხემცენარეები. ეხლა არის სხვა შორის ეს სეზონი, თუმცა ეხლა ცოტა სიმშვიდეა, იმიტომ რომ წვიმიანი პერიოდი ჰაერის ბუნებრივი ფილტრია და ეს ჰაერში არსებული მტვრის მცენარის მარცვალი ნიადაგში ჩაირეცხება ხოლმე. ამიტომ ადამიანები უკეთესად გრძნობენ თავს წვიმიან ამინდებში და ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს ქარიან და მზიან ამინდში. ამიტომ ხშირად გვიწევს ხოლმე ამის განმარტების გაკეთება, მედიკამენტების მიცემა, წინასწარი მომზადება და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხა იმუნიტეტის საკითხს თუ შევეხებით, იმუნური სისტემა ზოგადად ძალიან საინტერესო სისტემაა. ყველა ორგანოს და ყველა სისტემას თითქმის ადამიანის ორგანიზმის იმუნური კომპეტენციის, ანუ ჯარისკაცები ცალ-ცალკე ყავს. არის რაღაც უნივერსალური, რომელიც ყველაფერს იცავს, კანსა და კანქვეშა ქსოვილებშია და ლიმფური კვანძებითა და ლიმფური, ასე ვთქვათ, სითხით გადაადგილდება, მაგრამ ფილტვს თავისი იმუნური სისტემის დაცვის უჯრედი და ჯარისკაცი ყავს. ანუ ცალკე ჯარისკაცის და ბატალიონებია, ღვიძლშიც ცალკეა, თავის ტვინისთვის ცალკეა. ანუ ყველა ცალკე ყავს, მაგრამ არის ზოგადი ჯარიც, რომელიც გვიცავს. ეხლა რო გითხრათ, რომ რაიმე უნივერსალური მედიკამენტი არსებობს, რომელიც იმუნური სისტემის დასუსტებას ხელს, ასე ვთქვათ, შეუშლის, ესეთი რამ არ არსებობს და თავის მოტყუილება, რაც კი მედიკამენტები არსებობს. მხოლოდ არის რაღაცა ესეთი მინიმალური დახმარების შესაძლებლობა აქვს. თუმცა ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანებს იმუნური სისტემის ნამდვილი ნაკლოვანებით ძალიან იშვიათად ვაწყდებით ხოლმე ჩვენ. იმუნური სისტემის ნაკლოვანობა არის თანდაყოლილი, ძალიან იშვიათი და შეძენილი არის ეს სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომლებიც ბევრს წამალს სვამენ, იგივე პრედნიზოლონის და ასეთი ტიპის პრეპარატებს, მათ უსუსტებათ იმუნიტეტი და ადამიანები, რომელსაც აქვთ ინფექციური, თქვათ, დაავადება, როგორც არის ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი. აი თანდაყოლილად მე დავიბადე და მაქვს იმუნური სისტემის ნაკლოვანება, ასეთი პაციენტები ბუნებრივი არიან ჩვენს ირგვლივ და ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაშიც და მათ მართავთ ჩვენ ზოგიერთი მათგანს უცხოეთში ვაგზავნით, იმიტომ რომ რთული ნოზოლოგიებია, ეს დაახლოებით არის ესე 1000-დან 100,000 ბავშვზე ერთი შემთხვევა. ეს არის ნამდვილი იმუნური დეფიციტები, როდესაც წამალი არის რა მაგალითად, როცა ასეთი იმუნოდეფიციტი აქვს, აი მაგალითად ერთი ჩემი ბოლო პაციენტი, რომელსაც 18 წლამდე საბედნიეროდ სახელმწიფო აძლევს იმ ჯარისკაცის ხელოვნურად გადასხმის პრეპარატს თვეში ერთხელ ადმინისტრირდება, რომლის ფასი აი დაახლოებით 8-10,000 ლარია ერთი ინექცია. ანუ მას ეს იმუნოგლობულინი G, ანუ იმუნოგლობულინები ესე ქვია მათ, სხვა დონორებისგან მოგროვილი, სახელმწიფო ყიდულობს
და თვეში ერთხელ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში 2 საათიანი პროცედურა, მან ეს ხელოვნურად უნდა გადაისხას. თუ ეს არ გაკეთდება, ერთი თვის მერე მას ეწყება ყოველთვიური პნევმონიები, ანუ ფილტვის ანთებები, ყურის დაჩირქებები და მუდმივი ინფექციები. ეს არის ნამდვილი იმუნური სისტემის ნაკლოვანებები, ხო მიხდით? დანარჩენი მე ბავშვს ვირუსული დაავადებები ხშირად ემართება. ბაღში მივიყვანე თუ არა ავად გახდა და მერე დავასვენე და კიდე მივიყვანე და მარტო იმიტომ დავყავს რომ ავად გავხადოთ. ნუ ხუმრობაც იყო რომ ბაღში ფული კი გადავრიცხე, მაგრამ ბავშვი სადღაც ნიუ ჰოსპიტალში დამყავს. ხო, ასეთი ხუმრობები ხშირად არის. მე მშობლებს ვეუბნები, ბავშვები ბაღის ასაკამდე პერიოდში ბიჭია თუ გოგოა, ბიჭები ცოტა ადრეულ პერიოდში უფრო მეც ავადობენ ვიდრე გოგოები, ასეთი იმუნური სისტემის მომწიფება გოგოში უფრო სწრაფად ხდება ვიდრე ბიჭთან მიმართებაში. შესაბამისად შეიძლება წელიწადში იყოს 8 და 10 ვირუსული დაავადება, მაგრამ ეს იყოს ნორმის ვარიანტი. თავარი პირობა რომ ბავშვს არ უნდა კონდეს საჭიროება რომ ვირუსული დაავადება ანტიბიოტიკით მოვარჩინოთ, ის თვითონ უნდა მიდიოდეს მარტივი წამლებით, უბრალო სიროფებით, წყვილის გარეცხვით და ინჰალაციით, თქვათ რაღაც მარტივი პრეპარატების ექიმის მიერ, ასე თქვა, დანიშნულის გამოყენებით. თუ ესეთი ეპიზოდები ბაღთან მიმართებაში ვამბობ კიდევ ერთხელ და წინა სასკოლო წლებში არის 6, 7 და 8, ჩათვალეთ რომ ეს ნორმა, არავითარი იმუნური სისტემის სისუსტე თქვენ შვილს არ აქვს. მეორე მხრივ, როგორ შეგვიძლია ჩვენ გავაკაჟოთ, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ გაძლიერება დასუსტების ახლა არ შეგვიძლია იმ იმუნოგლობულინის გადასხმას ამ ბავშვებს ჩვენ არ გავუკეთებთ, იმიტომ რომ მათ ანალიზებს რო უტარებთ ხოლმე ასეთ ხშირად მოავადეებს ვირუსული დაავადებებით, ნორმაში აქვთ ყველაფერი. არავითარ ცვლილებას ვერ ვხედავ. აი გეტყვის რომ 10 ჯერ გახდა ავად, დავითვალე და 2 ჯერ ანტიბიოტიკიც გამოიყენეს და 3 ჯერ. შემიფასე როგორც ალერგოლოგ იმუნოლოგმა. რა თქმა უნდა მე ხა იმ ძირითად workups და აუცილებელ ანალიზებს არ დავაკლებ ამ ოჯახს, იმიტომ რომ ჩემგან როგორც ექიმისგან მოსაზრება აინტერესებთ, ხო? მე მასეთ ოჯახებთან ცვლილება არ მინახავს. არასოდეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მე მათ დავამშვიდებ და ვეუბნები ხოლმე, რომ 10-12 წლის ასაკიდან თქვენი ავადობა სრულად დამთავრდება და უკვე გაიზარდნენ 17 წლიანი პრაქტიკა მაქვს ამის, ასე ვთქვათ, ექიმობის და ხშირად უკვე შვილიშვილებით მოდიან და შვილებით ეს ბავშვები და გეტყვია რომ აი როგორ გითხარი ზუსტად ისე მოხდა, როგორც კი გახდა 10 წლის, 11 წლის, 8 წლის, 9 წლის, მე ავადობის სიმპტომები უკვე აღარ ქონია. ამიტომ ზოგადი სიმპტომები პრობლემაზე ვთქვათ, გაკაჟებაზე. მამებსაც ეხება და დედებსაც. ნუ მაგრამ ფორმატიდან გამომდინარე მამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ესე იგი, ბავშვთან მიმართებაში კაჟდება რითი? ესე იგი, პირველი, კვების რაციონის ბალანსირებით. რა არის კვების რაციონის ბალანსირება? ახლა ზოგიერთი გეტყვის, ხო, რაღაცას არ ჭამს. აი იქ რაღაცა ბალანსირება საჭიროა. ხო, აი მაგათაც თუ ეხა ბავშვს ჩვენ ვერ ვაძლევთ რაღაცა ოკეანის და კარგ თევზს და ზამთრის პერიოდია, ესე ბუნებრივია D ვიტამინის წყარო აღარ აქვს. D ვიტამინი ხო ეს სიმბოლური სახელი, ეს არის D ჰორმონი. D ვიტამინი პირობით ის ჰორმონია უფრო, ანუ უფრო მეც აკეთებს ვიდრე ვიტამინი. ამიტომ სადაც არ ყოფნის კვებითი ფაქტორი ჩიავსო შენ, ამიტომაც არსებობს კვებითი დანამატი, რომ ის უნდა დავლიოთ. ამიტომ პედიატრთან ურთიერთობა პირველ რიგში ეს არის ოქტომბრიდან აპრილამდე. რაც უფრო მეტი ინსოლაცია და მზისხივია, მე როგორ არ ჭირდება არც დიდ და არც პატარას D ვიტამინის, ასე ვთქვათ, ხელოვნურად დანამატების მიღება. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი მზეა და ამით ივსება. დანარჩენი კვებითი რაციონი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, ეს ყველაფერი უნდა იყოს გადაბალანსირებული და აი ეს კვება არის ერთ-ერთი იმუნიტეტის გაკაჟების, ესე ვიტყოდი, ყველაზე კარგი საშუალება. მეორე, ეს არის რასაკვირველია, ფიზიკური აქტივობა. აი ფიზიკური აქტივობა ბავშვთან შესაბამისი ასაკთან მორგებული, რა არის აი მარტივად რომ აღიქვათ თქვენს და ჩვენ ვინც გვისმენს და მოგვისმენს კიდე მომავალში, ხო? აი ჩვენი მე მახსენე ლიმფური ქსოვილები და კვანძები და ესენი სადაც იმუნური ჯარისკაცები გადაადგილდებიან. მე თუ კუნთები მეჭიმება და ავდივარ თუ მოძრაობ თუ ვარჯიშობ თუ რასაც ვაკეთებ, ეს ასე ვთქვათ, მექანიკურადაც აწვება ამ იმუნური უჯრედებს სწრაფი გადაადგილების მას აიძულებს. აი ბევრი რო არ გავაგრძელო, ეხლა ეს ერთ-ერთი რა კარგი ახსნა იყო. ერთ-ერთი მექანიზმია ფიზიკური აქტივობა, რატო აძლიერებს იმუნურ სისტემას. ნუ ძილის საკითხი, ხო? ბავშვებს ეხლა მით უმეტეს გაჯეტებზე მიმულები და აი მოზარდების ნაწილი, სულ ამის გამოკითხვაში ვარ, რასაკვირველია. მამებთან არ დამავიწყდეს, მე როგორც ალერგოლოგს ერთი რჩევა და თხოვნა მაქვს. ხო, უბრალოდ არ დამავიწყდეს. ხო, აი ძილის მოწესრიგება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ხო, არ უნდა ბავშვი ღამით 2 და 3 საათამდე არ უნდა ჩერდებოდეს. ზოგჯერ გეტყვის, რომ ხო, აი ვერ ვაძინებთ და ძალიან შეწუხებულები არიან ოჯახები და თქვენ კისო ამაზე ამახვილებთ ყურადღებას. მე მეკითხები, აი თქვენ რომელ საათამდე ხართ დედა და მამა?
ხო ჩვენ რა ვიცი აბა სადღაც 3-4 საათზე მე რაღაცა არა აუცილებლად თუ ბავშვი ფხიზელია და თქვენც უნდა წახვიდეთ მათთან ერთად საწოლში ხო ყველამ ერთად უნდა დავიძინოთ ხო ესაც ამნიშნულოვანი და აი ძილი ფიზიკური აქტივობა და კვების ბალანსი ეხლა სტრესი ბავშვებთან ნაკლებია ეს დიდების იმუნური სისტემას უფრო ეხება როცა დაკავებული ადამიანი და გადაწვაცა აქვს მას ზოგჯერ სამსახურიდან ეხლა იმუნური სისტემა ვერ იქნება ჩანსახი ხო ამიტომ ცხოვრებისა და იმის work life balance რასაც ეძახიან სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი ეს მნიშვნელოვანი აი ამას ბავშვებში აი სტრესის მიღმა ეხლა თუ გამოვაკლებთ ხო რა თქმა უნდა ყველაფერს თუ უზრუნველყოფს აი გაკაჟება და ბედნიერება რაც წეგამ თქვი ხო ბავშვის ჩახუტება მე ერთხელ არ დამავიწყდება ხო პერსონალურ სახელდაგვარებს ვერ ვიტყვი მაგრამ ასეთი პარადოქსიც მქონია რომ მოვიდა ჩემთან ხშირად მოვავადე ბავშვის ასე ვთქვათ ოჯახი წარმოდგენილია ბავშვი სკოლამდელი ასაკის ასაკ შესული შედარებით ასაკ შესული ქალბატონი რომელიც ბებია და აღვიქვებუნებრივია და ახალგაზრდა გოგო რომელიც დედად აღვიქვი და დავიწყეთ საუბარი და ნუ ხა ჩემი ანამნეზის მოგროვების შედარებით ისეთი სკრუპულოზური განუყოფელი ნაწილია გენეტიკაზე საუბარი ხო განწყობა ხო არ არსებობს ან ხველის ან როგორც საქართველოში ხო ხა დიაგნოზი ასთმა არავინ არ იცის მით უმეტეს წინათაობამ ჩვენთან ესე ამბობენ სუსტი ბრონქები აქვს ჩემს ბებიას ბაბუასის სუსტი ბრონქების უკან ძირითადად ასთმა დგას ამიტომ მე ამ ტერმინებით ვესაუბრები სუსტი ბრონქები ხო არა გაქვთ ასთმა ხო არა გაქვთ რო კითხვა 100-დან 100-ვე გეტყვის რომ არა გვაქვს ხო სუსტი ბრონქებიდან 100-დან თითქმის 20-25 გეუბნება რომ სუსტი ბრონქები ვიღაცებს აქვს სახლში მოგეთ ამით იმის თქვა მინდა რომ როცა ესენი მოვიდნენ ეს ცხოვრებისეული ამბავია და ეხლა შეიძლება არაფერი აქ პარადოქსულს არ ვამბობ აღმოჩნდა რომ ქალბატონი ასაკოვანი არის ბავშვის ძიძა და ახალგაზრდა გოგო არის ძიძის შვილი და ნუ ჩემს ეხლა რაღაცნაირად ისე ემოციურად გამოვხატე რომ სად არის ამ ბავშვის დედა და მამა ერთი ჩავთვალე რომ ხანდახან უცხოეთში არიან და რაღაცა ხდება ესე ნუ მამ ითხრა რომ დედაო მისი ძალიან მაღალი კომერციული თანამდებობის რაღაცა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს და მას დრო არ აქვს რომ მოსულიყო. ნუ მე მას უთხარი რომ პირველი ესე უთხარი რომ მე ვთხარი თუ ასეთი სამსახური აქვს მას რომ მისი შვილისთვის არ შეუძლია ეკიმთან ერთად წავიდეს აი იმ სამსახურს მე ვთხარი არ მე მაგალითად არ ვიცი და ღირს თუ არა საერთოდ ასეთ სამსახურში მუშაობ. მე ბევრჯერ შევხვდი მე ის დედასთან ერთად უკვე ბავშვი მოვიდა და ჩვენ ახლა ურთიერთობაც კი ჩამოგვიყალიბდა და მიუტანეს მათ ეს ამბავი და მან თქვა რომ მე ძალიან გულზე მომხვდაო და მე არ უშვებო აწე იმასო არასოდესო რომ მე სხვა ეკიმთან შემჭირდები თუ სხვა მჭირდება რომ ჩემი შვილი ძიძებს და მის ასე ვთქვათ შვილს გავატან გავაყოლო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რომ რაც უფრო ბევრი კომუნიკაცია ექნება დედას ამას მოაყოლე მე ეს კონტექსტი ხო ბავშვი არის უფრო ბედნიერი მიხვდე ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო ბედნიერია ბავშვი ნაკლებად ავადმყოფობს ეს მე არ მომიგონია დადგენილი ამბავია, აი აქსიომური ისტორია და ამბავია და მამების ნაწილში, ხო? ხშირად ამაქვს ეს სუსტი ბრონქებზე როცა ვლაპარაკობ ხოლმე და ხშირად ავადობაზე უკვე შემოდის აქ პასიური მწერლობის საკითხი. ხო, ამის მიღმა არ მინდოდა ეს ამბავი რომ გამეტარებინა მე. მიშო, კარგად მოусმინე. მე ჩემს შევეთ ერთად არ ვიცევი, ერთი ეგ შემიძლია თამამად თქვა. კაი ბატონო, ეხლა შეხედე უკვე კონტროლისენი იქნება კიდე ჩაკითხვები. ხო, ხშირად ასე მეკითხებიან ხოლმე. ძალიან იშვიათი შემთხვევა როცა მეტყვია რომ მე ბავშვთან ერთად ვეწევი ან სახლში ვეწევი. და ვეუბნები რომ ძალიან კარგი. მადლობელი ვარ ამის და გთხოვ ეს ასე ვთქვათ შეინარჩუნეს პრინციპები და არ დაარღვიოთ ეს. ზოგი მეტყვის ხოლმე არის ხოლმე რომ აი მე საპირფარეშოში მოვწევ და ამას არ აქვს კომპრომისი ჩემგან. იმიტომ რომ არ შეიძლება სახლის სივრცეშიც კი ვინმე მოწიოს. მე რამოდენიმეჯერ მომიწია ერთ-ერთი შტატი კალიფორნიის შედარებით უფრო ლიბერალურია, მაგრამ ამ დროს მკაცრი რეგულაციები აქვს. აი რა პარადოქსია. აი ამერიკის შეერთებული შტატების ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შტატი, თითქმის 40 მილიონი მოსახლეა. ეხა ლიბერალურია ძალიან, მაგრამ აი სან-ფრანცისკოშიც ვიყავი. აი მაგათად 12 საათის მერე სან-ფრანცისკოში პირობითად ვამბობ, არც ერთი ღამის კლუბი და არაფერი არ არსებობს. უბრალოდ აკრძალულია რომ გაგრძელდეს იქ კეიფი და დროსტარება. ყველა მედის სახლში. და მეორე მხრივ გამორიცხულია რომ ვინმე საკუთარ სახლში მოწევა ნებადართულობა კონდეს. ან შენს აივანზე. ეს უბრალოდ გამორიცხულია. არ შეიძლება უბრალოდ შენ საკუთარ სახლშიც მოწიო, იმიტომ რომ თუ ეს корпуსის ფორმაა და მეზობელმა იგზო აუცილებლად პოლიციაში დარეკავს და შენ სახლში დააკაკუნებენ რომ მაგ წავიდა და მე სულ ამბობ ხოლმე რომ როცა корпуსის სახლში ცხოვრობდი, ხო ესე იყო თქო, მარტო ვიყავი. საღამოს 8-9 საათზე მივიდოდი სახლში და შემწვარე კარტოფილის სუნი მხვდებოდა. საერთოდ არ შეუწევს იმსო. ამიტომ ეს ტრიალებს, ამას ქვია მესამეული მკვამლი. ამიტომ სახლის სივრცეში მოწევა გამორიცხულია მით უმეტეს ოჯახია და თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა და
რძალო თუ მულო შენ გეუბნები რძალო შენ გაიგონდეს ამბავია ესე იგი ტანსაცმელზე ილექება ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ჩვილ ბავშვების ავადობას როცა ვეხებით იმიტომ რომ ჩვენი სასუნთქი გზები როგორ არის მოწყობილი ეპითელური ქსოვილია პირველი რაც ხდება გარემოს სასუნთქი გზების ყურის ცხვირის და ნუ ეს ზედასასუნთქი გზების ეპითელურ ქსოვილზე რა მოქმედებს ალერგენი ვინც ალერგიულია პოლუტანტები ჰაერის დამაბინძურებელი გამონაბოლქვებიდან სამშენებლო მტვერი და ბაქტერიები და ვირუსები პოლუტანტების ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნაწილი არის სიგარეტის კვამლი შენ აი ამ ზემოქმედების გამო ბუნებრივია როგორც კი ეს ეპითელური ქსოვილი ყურის და სასუნთქი გზების ამას დაინახავს აი ეგრეთ წოდებული ესე ქვია ალარმინგ ასე ეძახიან ანუ სასიგნალო მოლეკულებს უშვებს ეს სასუქნავი მოლეკულები ყველა მიმართული არის ალერგიის ჯარისკაცებს გამოუძახონ ანუ მოიყვანონ იმ ორგანოებსა და ქსოვილებში რომ ალერგიული პროცესი მე განვითარდეს ამიტომ მე ვეუბნები ტანსაცმელი მინიმუმ ზედამაინც გამოიცვალეთ როცა გარეთ მოწევთ და მე უკან როცა ბავშვი გინდა მოიხუტო ეს ჩვილებს განსაკუთრებით ეხება როცა კომუნიკაცია და მოფერება და ხელშეჭერა უფრო ხანგრძლივად ხორციელდება ამიტომ და კომპრომისი არ მაქვს კიდე არანაირ გამახურებელ თამბაქოზე ხო ზოგი მეტყვის ხოლმე რომ ჩავანაცვლე და ახლა ამას კი არ ვაბოლებ ამ გამახურებელ თამბაქოს ვეწევი ეს აბსოლუტურად არის სრული ბლეფი სიგარეტი არის მავნებელი როგორც სტანდარტული ისე გამახურებელი თამბაქოები ეს არის მხოლოდ კომერციული ხრიკი ამიტომ იგივე ზიანის მომტანია ზუსტად აღარ ვამბობ თვითონ ეს ვეიპინგი რასაც ქვია ანუ სითხეებს რო ასხავენ და ეს კიდე კატასტროფაა საერთოდ იქ გლიცეროლი გლიცერინი რაღაც უბედური ნივთიერებები რომლებიც მე ორთქლის სახით გადაიქცევა და ცალკე ნოზოლოგიაც კი გამოიყო ჩემს დარგში ანუ თამბაქოსთან და გამახურებელ აი ამ მასთან ელექტრონულ საშუალებებთან ასოცირებული ფილტვის დაზიანება. იმიტომ რომ დაგროვდა ისეთი დაზიანებები შეიძლება თქვენს ლიტერატურაში შეხვედრილ ხართ, როცა რაღაცა მძიმე ფილტვის დაზიანება გამოიწვია მოზარდებში განსაკუთრებით, ამიტომ ყველას ვთხოვ რომ აი სიგარეტა ძალიან პოპულარულია თან მოზარდებში. ძალიან პოპულარულია. ხშირად რეგულაცია არ არის, იყიდება რაღაცა მეცაც ყიდულობენ ონლაინ გამოწერებით და ამ შემდეგ და მსოფლიოში ესეა და ამიტომ მინდა რომ აი სიგარეტთან მიმართებაში განსაკუთრებით მამებს ვთხოვო რომ სახში არ მომწიოთ და აი განსაკუთრებით თუ ხშირად მოვადე შვილები გყავთ, აი ეს ნაწილი რომ თქვენს სხეულზე დალექილი საშუალებები ასე ვთქვათ გამოიცვალოთ და სხვა დასაცმლით ვთქვათ იყოთ ბავშვთან ერთად ეს ამას მიაქციეთ ყურადღება. ალტერნატივა არ აქვს, მოკლედ სიგარეტი უნდა გადააგდო და მორჩა. არც გარეთ მოწევა შველის ფაქტია, ხო ეს არ ვიცოდი და მადლობა არ გამიხარდა მოსმენება რა ნუ რა სიზოთ აქ კითხვაც აგვაქვს რომ ყველაფერი გემრიელი რატო არის არაჯანსაღი და შესაძლებელია რაღაცების მოსმენა არ გსიამოვნებდეს ხო ესეა ზუსტად პარადოქსი ახსენეთ ერთ-ერთი სიტყვა იყო ეს უცნაურად იციან ვიცით ხოლმე მშობლემა რაღაც ამბების გაბუქება მოგონება უცნაური ჩივილებით მოსულან რაც კურიოზული შეგვიძლია ვთქვათ გახსენდებათ რამე და ჩემს მოუყვები ერთი ცოტა ისეთი სპეციფიკური ამბავი ბავშვი ვიყავი და ჯიბლიბო რო ქვია არ ვიცი სამედიცინოზე რას როგორ უნდა ვთქვა მეზობელი ქალი იყო ძალიან მოხუცი და კიბეებზე ჩავდივარ და მოდის და უიმეო ეგ ჯიბლიბოსო ვიცი რა შველისო მე რა ვიცი მეთქი ბოდიშ ვიხდი ახლა თან ამას რო უყვები ხო და შეფურთხებაო მოულოდნელიო კაი მეთქი გამარაბებო რას ფეონები და გავიხედე და შემაფურთხა ხო და აი ესეთი უაზრო იყო ეფექტი მე კიდე რა გამიგია ჯიბლიბოს წამალიცი ტუალეტში უნდა შეხვიდე ჭამით კაი თუ კაცი უნდა გეჭიროს და ჭამით შეხვიდე ხო და ესეთი უცნაურები მოგისმენიათ აი რამოდენიმე უცნაურობა მახსენდება ახლა რომ დავიწყო ფიქრი ერთი ახლა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაავადება რაზეც მე ვთქვათ იგივე სადოქტორო დისერტაცია დავიცავი წელს ეს იყო და არის ქრონიკული ჭინჭისცეება და ქრონიკული ჭინჭისცეება იმიტომ არის რთული დაავადება რომ ქრონიკულია დიდი ხანი გრძელდება და ადამიანებს ძალიან აწვალებს ესე რომ ვთქვათ ხშირად მათ ჭირდებათ ხშირად დექსამეტაზონის გამოყენება ეშინიათ მასთან ერთად ამ დაავადებასთან ერთად უცხოეთში წასვლა გადაადგილება თვითმფრინავში დამემართოს იქვინ დამეხმარება და ასე შემდეგ ამიტომ ცხოვრების ხარისხს ძალიან აფუჭებს რაც არ უნდა პარადოქსი იყოს გაცილებით უფრო შინაარსობრივად მძიმე დაავადება ფსორიაზი მაგრამ ადამიანები დეპრესიით, ძილის დარღვევით და შფოთვით უფრო ნაკლებად არიან ამ დროს დაავადებული, ვიდრე ქრონიკული ჭინჭისცეების მქონე. რატო? იმიტომ რომ ფსორიაზი გამონაყარია, არანაირი დრამატიზმს მეც არ გამოიწვევს, ჩაცმულია, დაიფარავს, სადაც უნდა იქ მოგზაურებს, სადაც უნდა იმას შეჭამს, ყვებასთან იცის კავშირში არ არის, და იმასთან ერთად ასე თუ ისე ცხოვრებას სწავლობს და აი ურტიკარია ეს ჭინჭისცეება არის მოულოდნელი დაავადება და ძალიან ანერვირებს ასე ვთქვათ ადამიანებს და
ეს დაავადება კონტექსტი ამომივარდა უბრალოდ რატო უცნაურობაზე მოვაყოლე ხო ხო და ხშირად ადამიანები რაღაცას გამოსავალს ეძებენ ხოლმე ვერ პაულობენ მაგრამ ეძებენ ხო და ერთ-ერთი მახსენდება ეს რომ მოვიდა და ძალიან ისეთი კულტურული და კარგი ქალბატონი და მეუნება რომ აი წლებია ხო იციო ბიძინა მაწუხებსო და ჩვენ რაღაცას ვცდილობთ რომ უმკურნალოთო ხან დამიშვიდება მე რაღაცა ვინერვულებ ისე მიბრუნდებაო და რაღაცა ჩამასმინეს ესეთი რაღაცაო რომ ჭინჭრისეების ამ ქრონიკულ ფორმას ძალიან შველისო საღორეშიო ბოგაზე თუ გადატრიალდებიო ხო აუ მე ვთხარი ეხა არ ვიცი რა გიპასუხოთ მაგრამ მე ვთხარი ზოგადად ეს ცნობილი ვარ მე ვთხარი რაღაცა ინტერესები მაქვს ყველაფერი სიახლისადმი მე ვთხარი და მოდი რა გადატრიალდი ერთი მე წინააღმდეგობას არ გიწევ მე ვთხარი არ ვიცი მე არ გამოჩენილა მე მგონი შეიძლება კალიბორნა კიდეც არ ვიცი ხო მოგეთ ასეთი უცნაურობა ყოფილა და კიდე ერთი უცნაურობა ეს უფრო კურიოზული ნაწილია ეხლა ჩვენ ხშირად ეს ვაქცინაცია და რაღაცები დიდად სოფი და ესენი არ მეხებენ რა ბიოლოგიაა და ცალკე დარგია მაგრამ ხშირად მოგვართავენ ხოლმე პაციენტები რომ აი რაღაცა ესე წყალთან და ორი შემთხვევა იყო ესეთი ქალბატონი მოვიდა ემოციური ძალიან შვილი დაყავ ჩემთან და მეუნება სოფის ვაქცინა და გავიკეთო თუ არა ალერგიული ვარო და კითხვითო იმ რა ბიოლოგმა მითხრა რომ მაინც მიმართი ამ ბიძინას რადგანაც იცნობოდა რა გარემოებაა მე ვთხარი რატომ მოხდა აი ბავშვიო სკოლიდან გამოვიყვანეო ტროტუარზე ვიდექითო ქუჩის მეორე მხარეს ძაღლების გროვა იყო და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ კარგი მე ვთხარ მე და ეჭვიო მაქსო ესეთიო რომ აი იქედან ერთი ძაღლმა ამ ყეფის დროს დორბლი გადმოვარდაო და მე ნამდვილად შეხების სახით ვიგზენი ეს სახეზეო და ნუ დადიოდა ექიმიდან ექიმთან სოფის ვაქცინა უნდა გაიკეთოს თუ არა და ამის ნაწილი იყო კიდე რომ ეს უკვე მომწერეს რომ მაცივრიდან გამოვიღე გაგინული ქათამიო და დამუშავების პროცესში ფჭხილმა გამკრა ამისაო და 10-რაზე უნდა წავიდე თუ არა ეხლა ბატონო ბიძინაო გოგომ წერდა რომ გავიკეთე დღეს ვაქცინაო ეს ინოვაკიო თუ რაღაცა ჩინური და ბოიფრენდი მყავსო და ერთი ორი დღე არ ვაკოცო თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ეხა ჩვენ ეს კოვიდო და იცი ადამიანები ესეთი უცნაურები რო არ იყოთ არ იქნებოდა საინტერესო ცხოვრება ხო ეგეც არის ერთფეროვანი იქნებოდა ძალიან ერთფეროვანი იქნებოდა გადმოვიდა კარგი იყო ხშირად გამიგია რომ ალერგიული არ ვარ რამდენად შესაძლებელია რომ არაალერგიული ადამიანი მომავალში გახდეს ალერგიული კარგი კითხვაა ეს სხვათა შორის მადლობა ამ კითხვისთვის საერთოდ ესეა რომ მე ესე ვეუნები რომ აი არ ვარ ალერგიული ეს არანაირ ალიბად არ გამოადგება არავის იმიტომ რომ საერთოდ ესეა ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე შეიძლება რაღაც ფორმის ალერგიას გადააწყდეს ეხლა თუ დაბადებიდან პირველ წლებში ბავშვების ნაწილი გადააწყდებიან ყვებით ალერგიას ბრონქებთან დაკავშირებულ პრობლემებს აი ზედა ასაკობრივ ჯგუფში ალერგია უდიდესი ნაწილი საიდან მოდის როცა ადამიანი უკვე ასაკში შევდის და შევდივართ ბევრი წამლის მოხმარებას ვიწყებთ ამიტომ იქ უკვე პრევალირებს მედიკამენტური ალერგიები რა თქმა უნდა რთული და მძიმე მედიკამენტური ალერგია მათ შორის ხანდახან სიცოცხლისთვის საშიში რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ემართებათ ვისაც ბევრი წამალი დასჭირდა ან საავადმყოფოში გამოიყენეს პრეპარატები ან ეხლა ხშირად მომართავენ მე ონკოლოგიური ადამიანი პაციენტები როცა ძალიან ძვირფასი და კარგი წამალი რომელიც მათი ძირითადი დაავადების დამარცხებისთვის სჭირდება აი პირველივე რაღაც ინტრავენული გადასხმის დროს მაგალითად ანაფილაქსიური შოკში ჩააგდო და ეხლა როგორი რთული სამართავია ასეთი პაციენტი როდესაც იცი რომ მისთვის ამ წამალს აქვს სიცოცხლის გახანგრძლივების ან ამ დაავადების დამარცხების ინდიკაცია ნუ ჩვენება და ბარიერად გაჩნდა ალერგია ხო და აი მე უნდა გადაუწყვეტო ეს პრობლემა აი ხაც არის ესეთი მიმდინარე პაციენტი თარიღიც კი არ მომიწყდება მეორე დოზა 17 აპრილს აქვს წამლის გასაკეთებელი და რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენს დარგში საბედნიეროდ არსებობს ეს გამოსავალი ამას ქვია დესენსიბილიზაციას პროტოკოლი იქმნება სხვა ქვეყნების და მსოფლიო გამოცდილებას ვიზიარებთ და თუ ის წამალი პირველსავე ინექციის დროს პირობითად გადაესხა 15 წუთში მეორე წამლის ადმინისტრება მოხდება დაახლოებით 12 ეტაპია 15 წუთზე გამრავლებული 3 საათი და რაღაც წუთები. ანუ იმდენად მცირე დოზები 15 წუთში ერთხელ მოხდება, რომ თან წამალიც იქნება ის მთლიანი დოზა იმ 3 საათში გადასხმული და თან შეეგუება ამ პრეპარატს, რომ აი ესეთი მიდგომები არის ჩემ დარგში, რომ ადამიანებს ასე ვთქვათ გადაუწყვეტოთ ეს მნიშვნელოვანი პრობლემები. ამიტომ ასაკობრივად არავინ არ არის ალერგიისგან მოკეტაზღვეული. თქვენ თუ გქონიათ ან რამე თუ ალერგია თუ გახთ? მე მაქვს ალერგია, კი, ალერგია მაქვს, ყველაზე გავრცელებული საყოფაცხოვრებო ალერგენი ზოგადად არის ოთახის მტვერის ტკიპები, ესე ქვია ამ მოვლენას.
და მასთან ასოცირებული რინიტი და ეხლა ასტმური მოვლენა არა მაქვს ჯერჯერობით ვაკონტროლებ ამ სიტუაციას რაღაცა რაც კაც სპეციალისტს გირჩევთ ალერგიაზე. აი ეგ მე ეთერის მე მითხარით. და ან ჩემი ისეთი მეტი ისეთი მედიკამენტური ან კვებითი ალერგია არ მქონია საბედნიეროდ და ხშირად ვამბობ ხოლმე რა ბევრს რაღაცა მიწევს ასეთ ისე გადაადგილება და რაღაცა ეს აფთიაქიც უნდა ვატაროთ თქვენ, იმიტომ რომ შეიძლება სხვას მაინც დასჭირდეს, რომ არასდროს წამალი არ მიმაქვს, ასე ვთქვათ, ალერგიის მართვის. როცა მივდივარ, ერთხელ მქონდა თვითმფრინავში ესეთი შემთხვევა, როცა იძახდნენ ექიმი და უკვე თბილისისკენ მოვდიოდით და ქართველი აღმოჩნდა ეს კალბატონი, მივედი და მითხრეს, რომ შუა ფრენის პერიოდი იყო, 4 საათიანი ფრენა და 2 საათი იყო გასული. ნუ ამ კალბატონს უთქვამს, რომ რაღაცა ყელში მიჭერს მე და დამეხმარეთ. და იმათმა ბუნებრივია ექიმი. მე მივედი მე გავცვალეთ ადგილი, ვინც მის გვერდით იჭო, მე დავჯექი ამ კალბატონთან ერთად, გამოვკითხე, არასოდეს ალერგია არ მქონია, ხასიათით არაფერი არ მინერვიულია, შვილებთან ერთად ვიყავი, ახლა უკან ბრუნდები საქართველოში. მე წამალი არ მქონდა სამწუხაროდ, არ მქონდა, მე პირადად წამალი არ მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა მეზობელ გზავს ეს წამალი, დექსამეტაზონი ყოველთვის გავრცელებულია. თუმცა ჩავხედეთ ყელში არსად შეშუპება არ იყო, რაღაც სუბიექტური განცდას უფრო მივაწერე, მაგრამ აი თავარი რა იყო და რაღაცა ძალაც ვიგზავნი ხო, ექიმების ასე ვთქვათ, ეს ძალა რაში მდგომარეობს. მოვიდა ეს სპორტგამცილებელი და მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ თქვენ შეაფასეთ ხა კალბატონის მდგომარეობა და თქვენზეა მთელი ეს ბორტი დამოკიდებული. თუ იტყვით ჩვენ ახლა ვართ სადღაც ბუქარესტის თავზე და დაფრენას დავიწყებთ, თავარმა პილოტმა, ანუ გამოაგზავნა ასე ვთქვათ ეს ანუ თქვენ რასაც იტყვით, ისე უნდა მოვიქცეთ. ხო, პასუხისმგებლობა იყო დიდი. მე ამ ხალხს უთხარი, რომ ინგლისურად ამას მეუბნებიან და აბა თქვენც ასე ვთქვათ, იცოდეთ ეს რა შემოთავაზება, მე როგორც ექიმი მეთქარ, ვერ ვხედავ სერიოზულს ვერაფერს და ობიექტურად შეშუპებული არაფერი არ იყო, არ სტუჩი, არ ძენა, უბრალოდ შეგრძნების დონეზე იყო ყველაფერი. ნუ მან თქვა, რომ მოდი, ჩემთან ერთად მაშინ დარჩით, პულსი ქონდა ძალიან აჩქარებული, ეს დექსას დავლეთ, მე ვთქვარი, 5 წუთში 15-ში ესეც მოქმედებას დაიწყებს, ამანაც ფსიქოლოგიური პოზიტიური გავლენა მოახდინა და ესე მშვიდობიანად თბილისამდე ჩამოვედით. მოგეთ ექსტრა ეს ასე ვთქვათ, ლენდინგი, რასაც ქვია თუ დაჯდომა, არ გახდა საჭირო. წიგნი გაქვთ ბატონო ბიძინა ცხოვრება ალერგიასთან ერთად ასეთი სათაურით და თქვენ გაქვთ ნათქვამი 21 საუკუნის ალერგია არის 21 საუკუნის დაავადება. ბუნებრივია ხა იმდეს ვერ გვეტყვით ძალიან ბევრი ინფორმაციას ვერ მოგვაწევთ, მაგრამ რაღაც თავარი რო გითხრათ, თუნდაც ამ წიგნიდან ალერგიულმა ადამიანებმა როგორ უნდა იცხოვრონ და როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება, მოკლედ თუ ალერგია არ არის ისეთი რაღაც როგორ ამბობ, მოკლედ რთული რო არ არის და შეიძლება ცხოვრება ალერგიასთან ერთად. ხო, ეს ამ მნიშვნელოვანია. წიგნს რაც შეეხება, რასაკვირველია ეს პოპულარულ ენაზეა შედარებით, ასე ვთქვათ, დაწერილი, თუმცა ექიმებისთვისაც საინტერესოა და ბევრი ამას მეუბნება ხოლმე, რომ არა ალერგოლოგები რა თქმა უნდა განსაკუთრებით, რომ საინტერესო იყო ბევრი ნიუანსი რაც ვნახე. ნუ აღარ ვამბობ ზოგადი პოპულაციისთვის, რომელსაც ოჯახის წევრიან თვითონ არის ალერგიით დაავადებული, ძალიან ბევრი და კარგი ინფორმაციას მისცემს. ნუ ეხლა მედიცინაში ინფორმაციათან ნაკადი ხშირად ძალიან სწრაფად იცვლება, ამ რაღაცა შეიძლება მეორე დღეს ამ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ინფორმაციას ჩვენ რაღაც წიგნებით და რაღაც ტექსტბუქებით ნაკლებად ვიღებთ ხოლმე, მე პირადად როგორც ექიმი, იმიტომ რომ იქ მითითებული ლიტერატურა შეიძლება იყოს 5 წლის წინადელი გამოცემული და ბევრი საკითხი უკვე გადახედილი იყოს. ამიტომ ჩვენი ინფორმაციის განახლება უფრო თანამედროვე სტატიებითა და გამოქვეყნებული ჟურნალებით ხდება და რაღაცა ესეთი ფასიანი საიტებით, რომელსაც ასე ვთქვათ, ვცდილობთ რომ არ ჩამოვჭეთ ამას, რომ ეს წყარო იყოს. რაც შეეხება ამ წიგნის ფუნქცია და დავალება ზუსტად ეს იყო, შევეცადეთ რომ მაგალითები ყოფილიყო იქა ჩემი პაციენტების რაღაცა საინტერესო ასე ვთქვათ, მდგომარეობების გაზიარების და ერთი მთავარი პრინციპია, რომ ალერგიულმა ადამიანმა რაც მეტი იცის მისი დაავადების შესახებ, ის უფრო კარგად მართავს მის დაავადებას. აი ინფორმირებული როცა არის ჩვენი პაციენტი, ხო, ბევრი ნიუანსი კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი რაღაც დასაზუსტებელია, მაგრამ აი იგივე აი კვებითი ალერგიის დროს განსაკუთრებით მოზრდილების და თითების პრობლემაა ესა. აი ხა თანამედროვე ალერგოლოგია ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდა დიაგნოსტიკაში, ხო, ბოლო 10 წელია განსაკუთრებით და ბოლო 5 ჩვენ თითქმის ყველაფერი გვაქვს ეს მოლეკულური დიაგნოსტიკა. აი მაგალითს ვიტყვი, მაგალითად ერთი, თუნდაც მსგავსები წიგნშიც არის ხოლმე. აი მოვიდა დედა და შვილი, 17 წლის ბიჭი და მეუბნება ხოლმე რომ რაღაცა სტადიონზე ითამაშებს, ქუთაისში ცხოვრობენ და 4ჯერ უკვე 4 მაგალითი შემთხვევა იყო. ერთ ადამიანს საცხობში გიждდება რაღაცა ლობიანი უყვარსო ჩემშულს. იყიდის ამ ფეხბურთის თამაშის მერე ლობიანში ჯამს და დაახლოებით 1 საათში, ნახევარ საათში, აი ანაფილაქსიური შოკი ემართება. 4ჯერ დაემართა უკვე ეს.
და ხო პარადოქსულად საინტერესოა ხო რატომ უნდა ქონდეს ლობიანზე ხა ანაფილაქსიური შოკი. ნუ ასეთ სიტუაციაში როცა ბოლომდე ნათელი არ არის და ხა არ მეუნებია რაღაცა წამალი მივეცი და ამას მოყვა, რაღაცა სტომატოლოგთან იყო და ამას მოყვა, რა თქმა უნდა, აკეთებ ყველაფერს, რომ მაქსიმალურ სურათს შეხედო. ჩვენ ამას ვადარებთ ხოლმე ამ ტიპის კვლევებს, აი დრონი, რაც უფრო ზევით აწევ დრონს, რომ მეტი პარამეტრი გექნება ქვემოთ ხედვის. და აი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ აი ვნახეთ, რომ ლობიო არის შედის ამ კომპონენტებში, 300 კომპონენტი ამ კონკრეტულ ანალიზში, 0 ამოვიდა. ანუ არ არის ალერგია მასზე. მაგრამ აი დრამატულად მაღალი ალერგია ამოვიდა მუხუდოზე და სოიოზე. მივიდა დედა და ჩვენ მცხოვრები, ასე ვთქვათ, მინი გამოძიებით გამოვტეხეთ, რომ მოცულობაში რომ მომატო ლობიოს ამ სოიოს ალბომენ და ამას აუ არა და ერთადერთი ლობიანი მეგონა, რომელსაც არასოდეს არაფერს არ ურევენ და თურმე ურევენ. აი ეს ნაწილი არის. შეიძლება ხა სადღაც საცხობში სხვაგან არ ურევენ. მაგრამ ამით იმის თქმა მინდა რა, აი ხა და უკვე სახეზე. ამიტომ ეხა ამ ინფორმაციის მერე ხო მეტად დაცულია პაციენტი. ამიტომ აი სწორედ ალერგიას მთავარი ამბავი ეს არის, რომ მე ესეთი ფრაზაც კი მაქვს იმ წიგნში, რომელიც ლეიტმოტივია, რომ დაეხმარა ექიმს, რომ ექიმი დაგეხმარო შენ. ანუ შენ მაქსიმალურიც ასე ვთქვათ, ხო უნდა იყო. აი ეს არის ამ წიგნის ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ასევე Google-ის რჩევები არის ძალიან გავრცელებული. გამომაყარა, მოიც დავგუგლავ და ვნახავ. რამდენად შეიძლება ვენდოთ Google-ის და სხვა ადამიანის რჩევებს? ეხლა ამ ეტაპზე როგორ არის საერთოდ შენაცვლება ჯერ ამ ტექნოლოგიებმა ექიმის და მის გამოცდილების რომ ძალიან ინდივიდუალურია ვერ შეძლო. ეხლა მეც ხშირად ექიმობაში და შემოდის ეხლა ესა აი რაღაც ამ სამედიცინო AI-ის განსაკუთრებით ChatGPT-ის და მსგავს ვიყენებ ხოლმე. მაგრამ აი კრიტიკულად უყურებ და ხშირად დამიჭერია ესეთი რაღაცა, რომ სრული 100%-იანი ტყუილი დამიწერა. 100%-იანი ტყუილი. რომ მას რაღაცა უნდა რომ ფაბულა მოგიყვეს, იმიტომ რომ ეს language მოდელია და რაღაცა სრულ ტყუილს დაგიწერს. აი მაგათაც რაღაცა ეხლა შეიძლება ეს ექიმ იმას არ ეხება პაციენტს, მაგრამ აი მაგათაც დისერტაციას როცა ვწერდი რაღაცა ხანდახან მივთვითე რომ აი მე რომ ამას ვიკვლევ. მომეცი ინფორმაცია და კიდე რა არის სხვა ქვეყნებში და სხვა ავტორების მიერ ეს გამოკვლეული. და 10 სტატია შემომთავაზა სრულად დაცული რომ ამ ადამიანმა ესე გამოაქვეყნა, ეს გამოაქვეყნა ამ წელში ამ ჟურნალში copy-paste-ით დავიწყე ძიება და საერთოდ არ იძებნება ეს ჟურნალი. საერთოდ ეს აი სრული ტყუილი შეუძლია შემოგთავაზოს. ამიტომ ყველა ამ სოციალურ ნაწილთან ჯერჯერობით სანამ ესენი არ დახვეწილა, სანამ თავისი ნიშა არ გამოყოფილა, ეს ძირითადი განგაში სფეროა ხა ჩვენს დიდ კონგრესებზე და მსოფლიოში რომ აი AI და ხელოვნურმა ინტელექტმა, ასე ვთქვათ, მეორე უკიდურესობაში არ გადააგდოს ადამიანიც, პაციენტიც და ექიმიც. ამიტომ მოусმინეთ, პირველად ინფორმაცია აიღეთ, მაგრამ ყოველთვის მე ეს ექიმთან გადაამოწყვეთ. ეს არის ჩემი რჩევა. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა. ისევ მადლობებით დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ ჩემო. აი, არაჩვეულებრივი იყო, ძალიან ბევრი რაღაც გავიგეთ, ბევრი რჩევა მოვისმინეთ. კითხების უმეტესობა ფაქტობრივად გითხარით, იმიტომ რომ ხო, გადავფარე ანუ ხო, დასასმელი არ გარდა. ძალიან კარგი იყო, ძალიან ასე ვთქვათ ამომწურავი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მადლობა ბატონ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, მადლობა კომპანია Efforts, რომელმაც ტექნიკურად გააძლიერა ჩვენი გადაცემა. მადლობა ჩვენს მეგობარ დუგლაძეების ღვინოს, რომელიც არაჩვეულებრივი ღვინოთ იგონებივრებს. სასტუმროს Wind Grand Tbilisi, რომელიც გუდიაშვილის სამნომერში მდებარეობს და ჩვენ მოყურებელს უზარმაზარი მადლობა. კი ბატონო. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი და ლაიქეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეო. კი ბა, მოიწონეთ. ნახვამდის. Paldies.